2020 წლის აპრილი. ნავთობი დატვირთულმა დიდმა ტანკერებმა მსხვილი ინდუსტრიული ცენტრების პორტებთან ჩაუშვეს ხუზა. ისინი ელოდებიან. პლანეტის ყველა კუთხეში ნავთობსაცავები გადატენილია. ბაზარზე გაიაფებული ნავთობი მოზღვავდა. მართალია მსოფლიოს სულ აფრთხილებენ ნავთობის მარაგი იწურებაო, მაგრამ დღეს ეს შავი ოქრო იმდენია, რომ მყიდველი აღარ ყავს. 4 თვის წინ ნავთობკომპანიების აქციების ჯერ არ ნახული რაოდენობა გაიყიდა. საუდის არაბეთის ნავთობმომპოვებელი გიგანტი არამკო მსოფლიოს ყველაზე კოტირებული კომპანია გახდა. 2019 წლის დეკემბერში კომპანიამ თავისი ღირებულება გაახმოვანა და ის $1,088,000,000 შეადგენდა, ანუ ამაზონის, Apple-ის და Google-ის ღირებულებაზე მეტს. პირველი საბადოს აღმოჩენის შემდეგ ნახშირწყალბადი გაზეთებში მუდამ პირველ გვერდზე ჩნდებოდა. შემოსავალი, რომელიც ნავთობს მოაქვს, განუწყვეტლი ვიზრდება. ამან პოლიტიკური დაძაბულობა და ომები გამოიწვია. ქვეყანას, რომელსაც ნავთობი ან სულ არ ჰქონდა, ან საკმარისი რაოდენობით არ ჰქონდა, მისი მოპოვების საშუალება უნდა გამოენახა. ჩვენი ეკონომიკა ნავთობზეა დამოკიდებული და როგორც ჩანს, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია მის გარეშე. უკვე 170 წელია ასეა. როგორ მოიპოვა ენერგიის ამწყარომ, ესოდენ დიდი გავლენა მთელ პლანეტაზე და შევძლებთ თუ არა მასზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. ნავთობი. ძალაუფლების ისტორია. ანდრეას სავალის ფილმი. ლონდონში არსებობს ერთი ადგილი, რომელიც ყოველდღეს საზღვრავს მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების დინამიკას. ეს ადგილი საქმიან კვარტალში არ მდებარეობს და არც მსხვილი საწარმოს ზედა სართულზე განთავსებული ოფისია. ეს გახლავთ ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე დიდი ანგარი. შენობაში უზარმაზარი კომპიუტერი მუშაობს, რომელიც წყვეტს, რის ძალა შესწევს ამერიკის პრეზიდენტს, რა გადახდისუნარიანობა აქვს ვენესუელას, რა გავლენა ექნება კლიმატთან დაკავშირებულ პარიზის შეთანხმებას და რა დარჩება ჯიბეში ფრანგ თუ გერმანელ ავტომოყვარულებს ავზის საწვავი თავსების შემდეგ. ამ ყველაფერს განსაზღვრავს ერთადერთი რიცხვი, რომელიც ყოველდღე იცვლება. ის ლონდონიდან მთელ მსოფლიოში ვრცელდება. თვალის დახამხამებაში გაირბენს ოპტიკურ ბოჭკოვან სადენებს, გადაკვეთს მთებსა და ოკეანეებს, მივა ტეხასის ველებამდე, საუდის არაბეთის უდაბნოებამდე. მას ელოდებიან ნიგერიის ტროპიკულ ტყეში თუ ირანის ნავსადგურებში. ის საუბრის თემაა უოლ-სტრიტის, პარიზის, სან-პაულუს, ბერლინისა თუ შანხაის მდიდრულ რესტორნებში. მას ყოველდღე ფურცელზე დაბაჭდილს აწვდიან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ეს რიცხვი ნავთობის ფასია. 1859 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ედვინ დრეიკმა პენსილვანიის შტატში ნავთობის საბადო აღმოაჩინა, მსოფლიო სუნთქვა შეკრული ადევნებს თვალს მის ცვალებადობას. დრეიკის მილებით დახუნძლული საბურღი კოშკი თავიდან ყველა სასაცილოდ ეჩვენებოდა, მაგრამ სიცილი შეწყვიტეს 27 აგვისტოს, როცა ნავთობმა მართლაც ამოხეთქა ნიადაგიდან. ნავთობის რაოდენობით გაოცებულმა ედვინ დრეიკმა ვისკის ცარიელი კასრები მოიტანა წებოვანი სითხის ჩასასხმელად. ასე გაჩნდა ნავთობის აზომი ერთეული, რომელიც დღესაც გამოიყენება, კერძოდ 159 ლიტრიანი კასრი, ანუ ბარელი. კაცობრიობის ისტორიაში ნავთობის ირგვლივ ატეხილ პირველ ბუმს არაფერი აქვს საერთო ძრავებთან ან მანქანებთან. ეს ყველაფერი დაიწყო ლამპით, რომელშიც ვეშაპის ზეთს ასხამდნენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ცხიმის მოსაპოვებლად ვეშაპებს ხოცავდნენ და 200 წლის წინ ეს სახეობა კინაღამ გადაშენდა. მისი ცხიმი სულ უფრო და უფრო ძვირდებოდა და თან საშინელი სუნი ჰქონდა. ნავთობი კი პირიქით, ვეშაპებს სიცოცხლეს უნარჩუნებდა, სუნი არ ჰქონდა და როგორც ჩანდა, მისი მოპოვება უსაზღვრო რაოდენობით შეიძლებოდა. და მთელ პენსილვანიაში დაიწყეს ნავთობის ძებნა. ზოგი ქალაქი თავის სახელსაც კი ამ შავი ოქროს პოვნისკენ სწრაფვას უნდა უმადლოდეს. მაგალითად, პიტჰოლ სითი, რაც პირდაპირ თარგმანით ჭაბურღილის ქალაქს ნიშნავს. 50 სასტუმრო, ბარები, ბანკები, ყველაფერი რეკორდულ დროში აშენდა და მაშინვე გაიხსნა. აქ ერთადერთი მნიშვნელოვანი საქმე ნავთობის მოპოვება იყო, მაგრამ მის მომპოვებლებს თითქმის არ ჰქონდათ ტექნიკური საშუალებები, რომლებიც ამ ცხიმოვანი სითხის დენადობას დაარეგულირებდა. ნავთობი ჭაბურღილებიდან უკონტროლოდ ამოდიოდა და მთელ რეგიონებს აბინძურებდა.
ამიტომ 1861 წელს პირველმა ბუმმა პირველი კრახი გამოიწვია. ერთი ბარელის ფასი $10-დან ჯერ 50 ცენტამდე, მერე კი 10 ცენტამდე დაეცა. ახლა ჩობილი ინდუსტრია სისხლის განიცლება, უამრავი ბედის მაძიებელი გაკოტრდა. ხანმოკლე აღმასვლა და სწრაფი ვარდნა. ეს ციკლი 150 წელია მეორდება დედამიწის მრავალ რეგიონში. პირველი ადამიანი, რომელიც ნავთობით გამდიდრდა, იმავდროულად კაცობრიობის ისტორიაში პირველი მილიარდერიც იყო. კონკურენტებმა მას ანაკონდაში არქვეს. ჯონ დევიდსონ როკფელერი. მისი ერთ-ერთი სახლი ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთით 1 საათის სავალზე მდებარეობს. ეს არის 40 ოთახიანი ვილა, რომელიც ადასტურებს, რომ მისი თავდაპირველი მესაკუთრე დიდი წარმოდგენის იყო საკუთარ თავზე. როკფელერი ნავთობის პირველი მეფე გახლდათ. მისი ქონება ბილ გეიტსის დღევანდელ ქონებაზე 4-ჯერ მეტი იყო. რაში მდგომარეობს მისი წარმატების საიდუმლო? 1864-65 წლებიდან მოყოლებული როკფელერი მონოპოლიას ქმნიდა. ის ულმობლად იშორებდა თავიდან ყველა კონკურენტს, რომელიც თავისი ფირმის მიყიდვაზე უარს ეუბნებოდა. შედეგად 1880 წლისთვის ნავთობის ბაზრის 90%-ზე მეტს აკონტროლებდა. იმიტომაც შეარქვეს ანაკონდა. ამასთან, ნავთობის დიდი რაოდენობით ტრანსპორტირების მიზნით სარკინიგზო გადაზიდვებზე უზარმაზარი ფასდაკლების მიღება მოახერხა. ეს გარდატეხა იყო. ამიერიდან ბაზარს მართავდა არა კონკურენცია, არამედ თავად როკფელერი. ფასებსაც ის აწესებდა. ეს საქმიანი კაცი ნავთობის ბიზნესში უპირატესობას ნაკლებად სარისკო და განჭვრეტად მხარეებს ანიჭებდა. კერძოდ, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, გაყიდვას. მოპოვებას ეს საქმიანობები ირჩია. 1911 წელს როკფელერის კორპორაცია სტანდარტ ოილი წვრილ კომპანიებად დაიყო, მაგრამ მისი ერთი ნაწილი დღემდე არსებობს. ფირმა ესოს სახელწოდება კი სტანდარტ ოილის სახელწოდების პირველ ასოებს ეს და ოს შეიცავს. სტანდარტ ოილის მემკვიდრეობა სხვა კომპანიების სახითაც აგრძელებს არსებობას, მაგალითად ექსონ მობილის და შევრონის. ზოგი მათგანი დღეს სათავო კომპანიაზე დიდია და ეს ყველა დროის ყველაზე ჭკვიანური გამოგონების დამსახურებაა. $2010 წელს მსოფლიოში ავტომობილთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 1 მილიარდს. ავტომობილი ნამდვილ ჟინად იქცა. იმან, რაც დღეს თავშესაფარიცაა და სიმდიდრის ნიშანიც, გადაადგილების ჯერ არ ნახული უნარი შეგვძინა. ნავთობის ინდუსტრიისთვის მისი გამოგონება ღვთის საჩუქარი იყო. ევროპაში უცხენებო ეტლმა პირველად 1895 წელს პარიზი-ბორდო-პარიზის ავტორბოლის დროს აალაპარაკა ხალხი. მომდევნო წელს მსგავსი შეჯიბრი შეერთებულ შტატებში, როდ-აილენდში ჩატარდა და ბენზინზე მომუშავე გადაადგილების საშუალება სულ მალე იქცა სოციალური სტატუსის სიმბოლოდ. ერთი თვითმხილველი წერს: გარდა იმისა, რომ მანქანის მფლობელი სიამოვნებით მგზავრობს და ფეხით მოსიარულეთა აღბრთოვანებას იწვევს, ის ქალების თაყვანისცემის საგანიც ხდება. მათთვის ის ღმერთია. ავტომობილის წარმატება თვალსაჩინო იყო. მით უფრო რომ ის ნავთობის ენერგიის მამოძრავებელ ძალად გარდაქმნის იდეალური ხელსაწყო გახლდათ. იმ ეპოქაში ასეთი გარდაქმნა სასწაულს გავდა. 50 ლიტრის საწვავი იმდენ ენერგიას იძლეოდა, რამდენსაც 1000 მუშა ხარჯავს გრძელი სამუშაო დღის მანძილზე. 1900 წელს შეერთებულ შტატებში 8000 მანქანას ითვლიდნენ. 12 წლის შემდეგ კი მათი რაოდენობა უკვე 900,000-ზე მეტი იყო და საწვავზე მოთხოვნილებამაც უცებ იმატა. მაგრამ როგორც ამბობენ, მაშინ პენსილვანიაში ნავთობის პირველმა საბადოებმა მოპოვების პიკს გადააჭარბეს. შედეგად გაჩნდა შემაშფოთებელი კითხვა, რომელიც მას შემდეგ სულ გვაწუხებს: როდემდე გვექნება ნავთობი? ერთი რეგიონის, სახელმწიფოს, მთელი მსოფლიოს სამყოფი ნავთობი. იმის შიში, რომ საკმარისი ნავთობი არ გვექნება, პირველად 1880-იან წლებში გაჩნდა. ცოტა ხნის მერე 1919 წელს
ამერიკელ გეოლოგთა ხელმძღვანელმა წინასწარმეტყველა ნავთობის მარაგი 9 წელიწადში ამოიწურებაო. იგივე ითქვა 1944 წელს. მერე 1974 წელს წინასწარმეტყველეს სოფლიოში ნავთობის მოპოვება თავის პიკს 1995 წელს მიაღწევსო. 140 წელია გვიმეორებენ, რომ ნავთობის მარაგი მალე ამოიწურება. ყოველ 30 წელიწადში გვაუწყებენ მორჩა ილევაო, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი იცვლება. დღემდე ყველა პროგნოზი მცდარი იყო. ალბათ ახალი საბადოები აღმოაჩინეს ან ახალი ტექნოლოგიები შექმნეს. ნავთობის სექტორი მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე მრეწველობის შემადგენელი ნაწილია. დღეს ყველა დიდ ნავთობმომპოვებელ კომპანიას აქვს სიმულატორები, რომლებიც გეოლოგებს და ინჟინრებს დედამიწის წიაღის ვირტუალურად შესწავლის საშუალებას აძლევენ. ჰიუსტონის მახლობლად მდებარე ლაბორატორიაში ExxonMobilis ექსპერტები თვალს არაშორებენ ეკრანს, რომელსაც ისინი უხილავ მიწისქვეშა სამყაროში ჩაყავს. იქ ექსპერტები ქვიშაქვისა და კირქვის ფენების გავლით მისრიალებენ, ვიდრე ნავთობის შემცველ კლდოვან წარმონაქმნს არ გადაეყრებიან. ამდენად, თავად შეუძლიათ პატარა საბადოების აღმოჩენა. ასეთი მეთოდები პროდუქტიულობის ზრდისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. ადრე საბადოები და ნავთობის მაქსიმუმ 20% ამოჰქონდათ. დღეს კი ამოღებულმა ნავთობმა შეიძლება 60% შეადგინოს. ახალი სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ნავთობის მარაგი დღეისთვის დაახლოებით 1,7 მილიონ ბარელს შეადგენს. თეორიულად მისი ნახევარი 2040 წლისთვის უკვე მოხმარებული უნდა იყოს, მაგრამ მარაგის გამოთვლის კრიტერიუმები ამ ბიზნესში ჩართულთა ინტერესების შესაბამისად იცვლება. ზოგჯერ მარაგის მაჩვენებელს ამცირებენ, რადგან ზოგიერთ ნავთობმომპოვებელ ქვეყანაში ის ქონებადაა ამიჩნეული, ხოლო სადაც ინვესტორები სჭირდებათ, იქ მარაგის მაჩვენებელი ცხადია გაზრდილია. მოკლედ ეს უდაოდ ყველაზე საიდუმლო მონაცემებია მსოფლიოში. უკვე 100 წელზე მეტია ნავთობის გამოლევის შიში საწვავის ფასის უეცარ აწევას იწვევს. შეერთებულ შტატებში 1 გალონის, ანუ დაახლოებით 4 ლიტრის ფასი 2 წელზე ნაკლებ დროში 9-დან 17 ცენტამდე, ანუ თითქმის 100%-ით გაიზარდა. ლონდონსა თუ პარიზში ავტომოყვარულები 1 გალონში დაახლოებით 50 ცენტს იხდიდნენ. ევროპის სხვა ქვეყნებში კი საწვავის იგივე რაოდენობა $1 უჯდებოდათ. მაგრამ უკან დასახები გზა არ არსებობს. არც ერთი ნედლეული არ მოგცემს იმდენ შესაძლებლობას, რამდენსაც ნავთობი იძლევა. შავი ოქროს შესაძლებლობებით უკვე პოლიტიკოსებიც დაინტერესდნენ. კერძოდ ბრიტანეთის ზღვაოსნობის ახალგაზრდა მინისტრი. მას ეჭვიარებარებოდა, რომ ნავთობი დიდ გავლენას მოახდენდა არა მხოლოდ საწვავის ფასზე, არამედ მთელს ჩვენს მომავალზე. ეს მინისტრი უინსტონ ჩერჩილი გახლდათ. საადმირალოს პირველი ლორდი წინასწარმეტყველი იყო. ის მიხვდა, რომ მომავალში საზღვაო ბრძოლების დროს გადამწყვეტ როლს სიჩქარე და შესაბამისად ნავთობი ითამაშებდა. მისი აზრით, ნახშირის ენერგიაზე მომუშავე ტექნიკა მოძველებული იყო. პრობლემა ის გახლდათ, რომ გაერთიანებულ სამეფოს ნახშირის დიდი საბადოები ჰქონდა, ნავთობისა კი არ გააჩნდა, ამიტომ ჩერჩილი ახლო აღმოსავლეთს მიუბრუნდა. 1908 წელს ბრიტანელმა მეწარმეებმა პირველებმა აღმოაჩინეს ნავთობის სპარსეთში, ახლანდელ ირანში. 1912 წელს ჩერჩილმა გააფორმა ხელშეკრულება, რომელმაც დიდი ბრიტანეთი 3 წლის წინ დაარსებული ინგლისურ-სპარსული ოილ კომპანიის მთავარ აქციონერად აქცია. ამდენად, მთავრობამ პირველად შედგა ფეხი ნავთობის ინდუსტრიაში. როგორც 2 წლის შემდეგ გამოჩნდა, ჩერჩილის ეს იდეა გენიალური იყო. მართალია პირველი მსოფლიო ომი უმეტესად სანგრებიდან ბრძოლასა და პოზიციებისთვის შეტაკებებთან ასოცირდება, მაგრამ ომში საწვავი უფრო თამაშობს გადამწყვეტ როლს, ვიდრე ტყვიები, ან კარგად დამიზნება. ბრიტანეთის სამხედრო ხომალდებმა, რომელთა წყლის გამაცხელებლები მაზუტზე მუშაობდნენ, გაანადგურეს გერმანიის ფლოტი, რომელიც ნახშირზე მუშაობდა. ბრიტანულ გემებს უფრო შორ მანძილზე წასვლაც შეეძლოთ, მეტი სიჩქარეც ჰქონდათ და საწვავის მარაგსაც უფრო სწრაფად ივსებდნენ. მოკლედ, ბრიტანელებს მეტი უპირატესობა ჰქონდათ. ომის შემდეგ უინსტონ ჩერჩილმა განაცხადა, 1912-დან 24 წლამდე დიდმა ბრიტანეთმა ისე შექმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი ფლოტი, რომ ბრიტანელ გადასახადის გადამხდელებს 1 პენიც არ დაუხარჯავთო.
და ეს იმით იყო განპირობებული, რომ ბრიტანეთის ფლოტი თითქმის უფასოდ მარაგდებოდა ნავთობით. გარდა ამისა, ქვეყანამ დიდი ფული მოიგო იმ დივიდენდების სახით, რომლებსაც ნავთობის ბრიტანულ სპარსული კომპანია უხდიდა. უნდა ითქვას, რომ კომპანიის საბაზრო ღირებულება აშკარად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობამ მისი მართვა დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სპარსეთის მსგავსად შუამდინარეთიც, ანუ ახლანდელი ერაყიც ძალიან იმედის მომცემი ჩანდა. ის ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ მოექცა და გაერთიანებულმა სამეფომ აქაც მოინდომა შავ ოქროზე კონტროლის მოპოვება. შედეგად დაიწყო უსასრულო ბრძოლა ახლო აღმოსავლეთში ჭაბურღილების ფლობისთვის. ინგლისელები და ფრანგები უცებ შეთანხმდნენ. ფრანგებმა უარი თქვეს ქალაქ მოსულზე და სირიის მართვის უფლება მიიღეს. ინგლისელებმა კი შუამდინარეთის, ახლანდელი ერაყის მართვის უფლება მოიპოვეს. მაგრამ არსებობდა კიდევ ამერიკის შეერთებული შტატები. 1917 წელს ამერიკა პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო. ის საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მხარეს იბრძოდა და ცხადია, მასაც უნდოდა თავისი წილი ტორტი, მით უფრო რომ ომის შემდეგ საკუთარი ნავთობის გამოლევის შიში გაუჩნდა. შეერთებული შტატები ძალიან შეცდა თავისი ნავთობის მარაგის შეფასებაში. მაშინ ის მსოფლიოს ნავთობის 2/3-ს მოიპოვებდა. მაგრამ საწვავზე მოთხოვნა სწრაფად იზრდებოდა. შტატების ტერიტორიაზე მანქანების რაოდენობა გამაოგნებელი იყო. 1920 წელს იქ უკვე 9 მილიონ მანქანას ითვლიდნენ. ამდენად საწვავის გარეშე დარჩენის პერსპექტივა ამერიკელთათვის კოშმარი გახლდათ. რამდენი გალონი ბენზინი გნებავთ, სერ? მეგობრობა ნავთობის საკითხის წამოჭრისთანავე მთავრდება. ეს პირველად მაშინ დავინახეთ, როცა სტანდარტ ოილის 2 გეოლოგი ბაღდადში გაემგზავრა და ბრიტანელებმა ისინი ადგილობრივ პოლიციას გადასცეს. მაგრამ ამერიკელები შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებდნენ. თავის მხრივ ბრიტანელებს არ უნდათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო გადაემტერებინათ. ამდენად იძულებული გახდნენ ნავთობის საძებნელად ჩამოსული ამერიკელი ინჟინრები ქვეყანაში შეეშვათ. შეიძლება ბრიტანელებს ეს ნაბიჯი გარკვეულმა ანგარებამაც გადაათქმევინათ. ნუ დაგვავიწყდება, რომ გაერთიანებული სამეფოსგან განსხვავებით, შეერთებულ შტატებს იმ დროს ჭაბურღილების ბურღვისთვის საჭირო გამოცდილებაც ჰქონდა და ფულიც. მაგრამ ეს მოვლენები გვიჩვენებს, რომ ორი მოკავშირე ქვეყანა დიდ რისკზე მიდიოდა, რადგან დარწმუნებული არ იყვნენ, რომ ერაყში ნავთობს აღმოაჩენდნენ. 1927 წელს ეჭვი გაქრა. ქირქუქის მახლობლად ბრიტანელმა და ამერიკელმა ინჟინრებმა უზარმაზარი საბადო აღმოაჩინეს, რომლიდანაც 25 მეტრის სიმაღლის ნავთობის გეიზერმა ამოხეთქა. დაეგონათ, რომ ჯეკპოტი მოხსნეს. მაშინ ჯერ ეჭვადაც არავის ჰქონდა, რომ ნავთობის ეს რაოდენობა მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც ქირქუქის მახლობლად, მაგრამ სხვა ქვეყანაში მდებარეობს. საუდის არაბეთი დიდხანს იყო ნავთობის უდიდესი მომპოვებელი სახელმწიფო. ნავთობმა ზოგიერთ საუდელს ხელის გაუნձრევლად ცხოვრების საშუალება მისცა, მაგალითად საუდის სახელმწიფოს დამაარსებლის მეფე იბნ საუდის ასობით შვილიშვილს, რომლებიც სიმდიდრესა და ფუფუნებაში ცხოვრობენ. არაბული სამყაროს ყველაზე ძლიერ ეკონომიკას 10 მილიონზე მეტი მწირხელფასიანი იმიგრირებული მშრომელი ამუშავებს. მაშინ, როცა საუდელებს სახელმწიფო დაწესებულებებში მაღალანაზღაურებადი თანამდებობები უკავიათ, ან უცხოური კომპანიების ინვესტორები არიან. ეს არის კეთილდღეობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნავთობზეა დაფუძნებული. ჯერ კიდევ 1920-იან წლებში არაბეთი გავდა ტერიტორიას, რომელზეც დრო გაჩერდა. საუდების დინასტია პურიტანული ისლამის აღმსარებელი იყო. იქ არც მანქანები დაიშვებოდა, არც ტელეფონები და არც, რა თქმა უნდა, დასავლეთ ევროპელები, რომლებიც ტრადიციული ცხოვრების წესს დაურღვევდნენ, მაგრამ ქვეყანას ფული სჭირდებოდა. საუდის სახელმწიფო გაკოტრებული იყო. საუდის არაბეთის პირველმა თვითგამოცხადებულმა მეფემ, რომელიც საუდთა დინასტიის შთამომავალი გახლდათ, ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი დაიპყრო წმინდა ქალაქების მექასა და მედინას ჩათვლით, მაგრამ მისი სამეფოს ბედი გადაწყვიტა ხელშეკრულებამ, რომელიც ურწმუნოთა ქვეყნის კომპანიასთან გააფორმა. ეს მეფე აბდულ აზიზი იბნ საუდი იყო.
მსოფლიო პირველი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და თვითმხილველთა თქმით, იბნ საუდის ქონება მისი აქლემის ხურჯინში ჩაედია. საუდის არაბეთის შემოსავლის ძირითადი წყარო მექაში მიმავალი მომლოცველები იყვნენ. მექაში მიმავალ მომლოცველთა რაოდენობა მცირდებოდა, ასე რომ საუდის სახელმწიფოს ხაზინაც არ ელდებოდა. ამან საუდის არაბეთის მეფე იბნ საუდი აიძულა ხელშეკრულება გაეფორმებინა ამერიკის ნავთობმომპოვებელ კომპანიებთან. ხელშეკრულების პირობების თანახმად კომპანიებს საუდის ტერიტორიაზე ნავთობის ძებნისა და მოპოვების უფლება მიეცათ. იბნ საუდი ხელფასებს ვეღარ უხდიდა თავის მოხელეებს და გრძნობდა, რომ ქვეყანაში ვითარება იცვლებოდა. მისი ძველი მეტოქეები ფუნდამენტალისტი ვაჰაბიტები უკვე აკრიტიკებდნენ მეფეს, რომელმაც ქვეყნის მოდერნიზება მოინდომა და ტელეფონების, რადიოების, მანქანების იმპორტს აწარმოებდა. მორწმუნეთა თვალში ეს ყველაფერი ეშმაკის ხელსაწყოები იყო. კრიტიკის მიუხედავად 1923 წელს იბნ საუდმა ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია სოკალთან ხელშეკრულება გააფორმა. სოკალმა მიიღო ბურღვის პირველი ნებართვა, რაშიც 175,000 ოქროს დოლარი გადაიხადა. ეს ხელშეკრულება, რომლის ვადა 70 წელი იყო, უზარმაზარ ტერიტორიაზე 1 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მუშაობას გულისხმობდა, ანუ საუდის არაბეთის ტერიტორიის თითქმის ნახევარზე. მაგრამ ერაყისა და ირანისგან განსხვავებით, სადაც უკვე მიმდინარეობდა მოპოვება, არავინ იცოდა, იყო თუ არა ნავთობის საუდის მიწისქვეშეთში. მისმა ძებნამ მილიონობით დოლარი შთანთქა და დროში ძალიან გაიჭიმა. თაკარა მზის ქვეშ 5 წლიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ამერიკელებმა გადაწყვიტეს გაეყვანათ თავიანთი ბრიგადები საუდის არაბეთიდან. მერე კი 1938 წლის 4 მარტს ყველაფერი შეიცვალა. ეს იყო ყველაზე დიდი საბადო დედამიწაზე. საუდის არაბეთთან ერთად ამერიკელებმა, როგორც თავად ამბობენ, დიდი პრიზი მოიგეს. მეთევზეთა წყნარ სოფელში ამერიკელი მუშებისა და ინჟინრების მთელი ჯარი ჩამოვიდა. შუაგულ უდაბნოში პატარა ქალაქის ხელა ბანაკი ამოიზარდა. ეს იყო ორი დიამეტრალურად განსხვავებული იდეებისა და ღირებულებების მქონე საზოგადოების ხანგრძლივი და უცნაური თანაცხოვრების დასაწყისი. დინასტიისთვის, რომელმაც თავისი ლეგიტიმურობა ისლამის რიგორისტულ ინტერპრეტაციაზე დააფუძნა, შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა სარისკო საქმე იყო. ტრადიციონალისტ მორწმუნეთათვის ალაჰის წინასწარმეტყველის მიწაზე ურწმუნოთა ყოფნა აუტანელ პროვოკაციას უდრიდა. მაგრამ ამერიკასთან ურთიერთობა მაინც გაგრძელდა. საზოგადოებრივი ცხოვრებისგან განცალკევებით გაჩნდა პარალელური სამყარო, რომელშიც არაბი ბედუინები ტეხასელ მუშებთან ერთად მუშაობდნენ. ტრადიციული ისლამური ერთმმართველობა ამერიკულ თანამედროვე კაპიტალიზმს შეერწყა. ცოტა ხნის მერე კი ამერიკელები უკვე კომფორტულ გეტოებში, კონდიციონერებიან და აუზებიან სახლებში ცხოვრობდნენ და ადგილობრივი მსახურები ყავდათ. 1950-იანი წლების დასაწყისამდე თავიანთ სახლებში ალკოჰოლური სასმელების სმის უფლებაც კი ჰქონდათ. მათ მხოლოდ ქრისტიანული ღვთისმსახურების ჩატარება ეკრძალებოდათ. იმ დროს ამერიკის მთავრობა ოფიციალურად გმობდა უხთო მკრეხელურ კომუნიზმს, მაგრამ წარშეუხრელად დათანხმდა აკრძალვაზე, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიას აზარალებდა საუდის არაბეთში. აშკარაა, რომ მორალის საკითხში ნავთობმა ორივე მხარის პოზიციები შეარბილა. ვითარება სავსებით ნათელი იყო. ამერიკელებს ტექნოლოგიები და ფული ჰქონდათ. საუდელებს კი ნავთობი. და ეს ვითარება დღემდე უცვლელია. მაგალითად, დონალდ ტრამპმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის მერე შეინარჩუნა კავშირი საუდის არაბეთთან. ხაშოგი საუდელი ჟურნალისტი იყო, რომელიც არსებულ რეჟიმს აკრიტიკებდა. ისტანბულში საუდის არაბეთის საკონსულოში გაუჩინარდა. საუდის არაბეთის მმართველმა მუჰამედ ბენ სალმანმა ყოველგვარი პირდაპირი პასუხისმგებლობა უარყო, მაგრამ ამ საქმემ მისი ყველაზე ბნელი სახე გამოაჩინა და დიდი ხნით ამოსვარა ლაფში მისი როგორც რეფორმატორის სახელი. განვლილმა წლებმა საუდის არაბეთი და შეერთებული შტატები ყველაზე კარგ მეგობრებად აქცია მსოფლიოში.
სოკალის მემკვიდრის ახალი ნავთობმომპოვებელი კომპანიის არამკოს წყალობით ორი ქვეყნის კომერციული და სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს შეერწყა. მათი თანამშრომლობა ნავთობის მოპოვების ფარგლებს გასცდა. მიწიდან ძვირფასი სითხის ამოღების პარალელურად ამერიკელებს აქ გზები გაყავდათ. სკოლებსა და საავადმყოფოებს აშენებდნენ, რაც შეიძლება მეტ ადგილობრივ მუშახელს ასაქმებდნენ. ეს კი იოლი საქმე არ იყო. მოსახლეობის მეტმა წილმა წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ ამერიკელები ცდილობდნენ თავმოყარეობა არ შეელახათ არაბებისთვის. 1950-იან წლებში არამკომ შემოიღო წესი, რომელიც საუდის არაბეთის ჩამორჩენილ ან ნაკლებად განვითარებულ ქვეყნად მოხსენიებას კრძალავდა. მეტიც ეს სახელმწიფო უნდა მოეხსენიებინათ როგორც ახალი ხანის გარიჟრაჟის ქვეყანა. ამ ორ მხრივი კავშირის განიშვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კოტირებული კომპანია, რომლის საქონელ ბრუნვა $100 მილიარდ აჭარბებდა. არამკოს სახელი შეეცვალა და ის საუდი არამკოდ, საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიად იქცა. 2019 წლის ბოლოს კომპანიამ პირველად გაიტანა თავისი აქციები ბაზარზე. აქციების განთავსებიდან ცოტა ხნის მერე მათი ფასი 10%-ით გაიზარდა, ანუ ზრდამ საუდის ბირჟაზე დაშვებულ დღიურ მაქსიმუმს მიაღწია. ეს მოგება გეოლოგებმა ჯერ კიდევ 1930-იანი წლების ბოლოს იხნოსეს. მათი გათვლებით, საუდის უდაბნოს წიაღში 100 ტრილიონ ტონამდე ნავთობი ინახებოდა. ამერიკელებმა მტკიცედ გადაწყვიტეს ამ საბადოს გამოყენება. მაგრამ ისიც იყო, მოპოვება უნდა დაეწყოთ, რომ განდიდების მანით შეპყრობილმა ერთმა დიქტატორმა ყველა გეგმა ჩაუშალათ. უინსტონ ჩერჩილის მსგავსად ადოლფ ჰიტლერმა ციცოდა, რომ ომში წარმატების საწინდარი ნავთობია. ნაცისტური პროპაგანდა ბლიცკრიგს გენიალურ ტაქტიკად ასაღებდა. სინამდვილეში კი ამ ელვისებური ომის სტრატეგია ნაწილობრივ საწვავის უკმარისობით იყო განპირობებული. მესამე რაიხი, რომელიც ნავთობს პრაქტიკულად ვერ მოიპოვებდა, იძულებული გახდა სწრაფ ომზე ჩასულიყო ფსონს. საბჭოთა კავშირში ომის დროს ჰიტლერის საბრძოლო ტექნიკა თვეში 4 მილიონ ბარელზე მეტ საწვავს მოიხმარდა. ამდენად ჰიტლერს ნავთობი ახირებულ აზრად ექცა. შეიარაღებისა და სამხედრო მომარაგების მინისტრმა ალბერტ შპეერმა ნიუნბერგის პროცესზე განაცხადა, რომ ჰიტლერმა ბევრი ნაშრომი წაეკითხა ნავთობზე. ხშირად საუბრობდა საწვავზე და ძალიან კარგად იცოდა მისი ისტორია. გერმანიას უდავოდ სჭირდებოდა საწვავის ახალი რესურსები, რომლებიც მისთვის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი აზერბაიჯანის დიდ საბადოებს უნდა მიეწოდებინათ. იმ საბადოებთან მისასვლელად კი დაახლოებით 3000 კილომეტრი უნდა გადაელახა ევროპის გავლით. გერმანიის ჯარი დაუყოვნებლივ გაუდგა გზას, მაგრამ 1942 წლიდან საწვავი უკვე აღარ ყოფნიდა. ვერმახტი გერმანელ მეცნიერთა რევოლუციური აღმოჩენის, ნახშირისგან მიღებული სინთეზური საწვავის იმედად დარჩა. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული ქიმიურმა კომპანია IG Farbenმა კვლევები დაიწყო ამ სფეროში და მათი პირველი შედეგები იმედისმომცემი იყო. პრობლემა ის გახლდათ, რომ ბუნებრივ ნავთობზე 10 ჯერ ძვირი ჯდებოდა. მაგრამ მაშინდელი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ჰიტლერმა უპირატესობა ჰიდრირების ტექნოლოგიას მიანიჭა. მან 12 ქარხანა გაახსნევინა სინთეზური ნავთობის საწარმოებლად. იქ ქიმიური რეაქციის წყალობით საჭირო საწვავის თითქმის 50%-ის მიღება შეიძლებოდა. ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე მოითხოვდა ჰიტლერი რაიხისგან მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებას. 1936 წელს კი მან ბრძანა გერმანული საწვავის წარმოება უსწრაფესი ტემპით უნდა დაჩქარდესო. IG Farbenმა ბრძანება შეასრულა და წარმოების მოცულობა გაზარდა, მაგრამ გერმანიამ ნავთობის კუთხით დამოუკიდებლობას მაინც ვერ მიაღწია და რაც მეტ ხანს გრძელდებოდა ომი, მით მეტად იყო გერმანია დამოკიდებული ალიანსის წევრი რუმინეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე. მოკავშირეებმა ეს იცოდნენ და გადაწყვიტეს ყველა ღონე ეხმარათ, რათა გერმანიისთვის ნავთობის მიწოდება შემწყდარიყო. 1944 წლის მაისში 177-მა ამერიკულმა ბომბდამშენმა გერმანიის ნავთობის ძირითადი რეზერვუარი, რუმინეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები გაანადგურეს. იმავე თვეში 900-ზე მეტმა მძიმე ბომბდამშენმა 22-ჯერ მიიტანა იერიში IG Farbenis ჰიდრირების ქარხნებზე საქსონიაში. 2200 ბომბი მარტო ერთ ქალაქში, ლოინაში ჩამოყარეს.
ეს გერმანიის სინთეზური საწვავის აღსასრულს უდრიდა. გერმანელთა გენშტაბი თავზარდაცემული იყო. ქვეყანას მოკავშირეთა ნებისმიერ საფრენ აპარატზე სწრაფი პირველი ტურბოხრახნიანი სამხედრო თვითმფრინავები ჰქონდა, მაგრამ საწვავის უქონლობის გამო ყველა მიწას იყო მიჯაჭვული. ამან ნაცისტური გერმანია დამარცხებამდე მიიყვანა. გერმანელებს პრაქტიკულად გადაადგილება აღარ შეეძლოთ. მათ საწვავი ძალიან ცოტა ჰქონდათ და იგივე ემუქრებოდათ, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს დაემართათ. უმოძრაობა უსაწვავობის გამო. ევროპაში ომის დამთავრებამდე 3 თვით ადრე იალტაში ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები იხაზებოდა. მოკავშირეები აქ ოფიციალურ ვითარებაში ურთიერთპატივისცემას გამოხატავდნენ, თუმცა 2 წლის წინ დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოება გაჩნდა. ცნაური სიტუაცია იყო. ეს ქვეყნები ჰიტლერის წინააღმდეგ გვერდი-გვერდი იბრძოდნენ, მაგრამ იმავდროულად მათი მთავრობების მეთაურები 1953 წლიდან, ანუ შუა ომიდან მოყოლებული კამათობდნენ იმის თაობაზე, თუ ვის უნდა მოეპოვებინეს საუდის ნავთობი ომის შემდეგ. ამერიკის პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა პატარა მონახაზი გადასცა ბრიტანეთის ელჩს, რათა ეჩვენებინა, როგორ უნდა განაწილებულიყო ნავთობი მისი აზრით. ამ რუკაზე მაშინვე იყო დატანილი მომავალი ნებართვები. რუზველტმა უთხრა: სპარსეთის ნავთობი თქვენია, ერაყის და ქუვეითისას გავიყოფთ. საუდის ნავთობი კი ჩვენიაო. 1954 წელს ორმა მეგობარმა ქვეყანამ, რომლებსაც მეგობრობის აღარაფერი ეტყობოდათ, მოლაპარაკება დაიწყო. ამას მოჰყვა სავალალო ომი ტელეგრამებით ჩერჩილსა და რუზველტს შორის, რომელმაც საუდის არაბეთის საკითხი რეალურად ვერ გადაწყვიტა. ამასობაში ნავთობი იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ შუა ომის დროს მოკავშირეები ერთმანეთს დაერივნენ საუდის საკითხის გამო. როცა შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი იალტის კონფერენციაზე შეიკრიბნენ, რუზველტ ჩერჩილის მოლაპარაკებაში საუდის ნავთობის თაობაზე არანაირი წინსვლა არ ჩანდა. მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი უკვე ემზადებოდა მორიგი დარტყმისთვის. აქედან დაახლოებით 3000 კილომეტრში ერ-რიადში იბნ საუდი და მისი ამალა გზას გაუდგნენ. საუდი მაღალი დონის შეხვედრაზე მიდიოდა. ის 2 კვირა მოუნდა შეხვედრის ადგილამდე, ანუ ეგვიპტემდე, სუეცის არხამდე ჩასვლას. რუზველტი მას ამერიკულ სამხედრო გემზე ელოდებოდა. საუდის მეფე ცხოვრებაში მეორედ გაემგზავრა საზღვარგარეთ. ამ მოგზაურობაში საუდს 50 კაციანი ამალა ახლდა. ისინი ამერიკულ კრეისერზე დაბანაკდნენ თან ჩატანილი ხალიჩებით და კარვებით ურთ. კაპიტნის მდიდრულ კაიუტაში დაბინავების ნაცვლად მონარქმა გემბანზე კარავში არჩია ღამის გათევა. მან თავის ამალას აღმოსავლური ხალიჩები და საკუთარი სკამიც კი ჩამოატანინა. საუდის მეფეს ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა რუზველტთან და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავებული ადამიანები იყვნენ და ერთმანეთისგან ძალიან შორს მყოფ სამყაროებს წარმოადგენდნენ, როგორც ჩანს, საერთო ენა გამონახეს. აშკარად კარგად გაუგეს ერთმანეთს. ორივე მხარე ყველა ღონეს ხმარობდა, რომ მოლაპარაკება კარგად წარმართულიყო. შეერთებულ შტატებს ნავთობი უნდოდა და იბნ საუდსაც ჰქონდა თავისი მიზანი. ის ძლიერ მოკავშირეს ეძებდა. $1953 წელს მან თავისი 2 ვაჟი გაგზავნა ამერიკაში დაზვერვის და ნიადაგის მოსინჯვის მიზნით. უკან დაბრუნებულმა ვაჟებმა მამას მოახსენეს, ამერიკა ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა მსოფლიოშიო და იბნ საუდს ბუნებრივია უნდოდა ასეთი ქვეყანა მისი მოკავშირე გამხდარიყო. დიდ ბრიტანეთს საუდის ნავთობის დაკარგვის საშიშროება გაუჩნდა. და ამ შეხვედრიდან 3 დღის შემდეგ ჩერჩილი ეგვიპტეში გაემგზავრა, რათა მოლაპარაკება გაემართა იბნ საუდთან ერთ-ერთი ოაზისის სასტუმროში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არც ისეთი მოქნილი იყო მოლაპარაკებების წარმოებისას. ვისკისა და სიგარის მოყვარულ ამ კაცს შეხვედრების დროს მათზე უარის თქმა საჭიროდ არ მიაჩნდა და უბრალოდ განაცხადა: წვეულებას მე ვმართავ. შეიძლება საუდს მისი რელიგია სმას და მოწევას უკრძალავს, მაგრამ ჩემს რელიგიაში ნამდვილად ნებადართულიაო. რუზველტს არ მოუწევია.
ცნობილია, რომ სხვა დროს ორთქმავალივით აბოლებდა, მაგრამ იმ დღეს მთელი მოლაპარაკების მანძილზე არც სასმელს გახკარებია და არც თამბაქოს. რამაც შეთანხმებისთვის ხელსაყრელი ატმოსფერო შექმნა. საუდის არაბეთმა და შეერთებულმა შტატებმა სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმეს და ეს მოკავშირეობა დღემდე ძალაშია. საუდელებმა ამერიკა ნავთობთან მიუშვეს და ამერიკელებმა თავისებურად გადაუხადეს მადლობა. 1950 წელს პრეზიდენტი ტრუმენის მიერ იბნ საუდისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ ნებისმიერი საფრთხე, რომელიც საუდის არაბეთს სხვა ქვეყნისგან დაემუქრებოდა, ავტომატურად იქცეოდა საფრთხეთ, რომელიც ამერიკასაც ემუქრებოდა. საუდის არაბეთისთვის ეს იყო არც მეტი არც ნაკლები გადარჩენის გარანტია, რომელსაც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო აძლევდა. სამაგიეროდ ბრიტანელთათვის იყო ნამდვილი კოშმარი. ზუსტად ის მოხდა, რაც რუზველტმა წინასწარ ამცნო მათ ელჩს ვაშინგტონში თავისი მონახაზით, რომლითაც უთხრა საუდის არაბეთის ნავთობი ჩვენიაო. მეორე მსოფლიო ომმა ნავთობის მოპოვება შეწყვიტა. ამიტომ ამერიკელები ძალიან სწრაფად მუშაობდნენ, რადგან დრო ფულია. ამასთან ამერიკა ხვდებოდა, რომ ასე მუშაობა უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. ნავთობმა დედამიწის მეორე ბოლოში მდებარე ღარიბი ქვეყნები ძლიერ სახელმწიფოებად აქცია, რომლებსაც მშვენივრად ესმოდათ, რა უპირატესობა ჰქონდათ. მათი გაძლიერება ვენესუელადან დაიწყო. 1920-იანი წლების ნავთობის ბუმამდე ვენესუელა ლათინური ამერიკის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნების რიცხვში შედიოდა. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა წერა-კითხვის უცოდინარი იყო და ქვეყანას სულ 2 უნივერსიტეტი ჰქონდა. 1930-იან, 1940-იან წლებში ნავთობმა ქვეყანას სწრაფი აღმავლობა მოუტანა. ვენესუელამ ნავთობის ინდუსტრიის პირველი ტექნოკრატები აღზარდა. ხალხი, რომელმაც უნივერსიტეტები გამოიარა და შეერთებულ შტატებში ისწავლა, როგორ მუშაობს ნავთობის სექტორი. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ 1948 წელს ამ ქვეყანამ ნავთობის დიდ ექსპორტიორთა შორის პირველმა გააფორმა ხელშეკრულება 50-50-ზე, რომელიც საბადოს მფლობელ ქვეყანასა და უცხოურ კომპანიებს შორის შემოსავლის თანაბრად განაწილების გარანტია იყო. სპარსეთის ყურის ქვეყნებს ვენესუელის მაგალითმა ფრთები შეასხა და მიბაძვის სურვილი გაუჩინა. ამასთან მარტო ფულზე არ იყო ლაპარაკი. დასავლეთის ნავთობმომპოვებელი კომპანიები შეპარვით, თავისი ძალის, გავლენის, მნიშვნელობის და სტატუსის ჩვენებით, იქაურობის ბატონ პატრონებივით იქცეოდნენ. მათი ამგვარი პოზიცია ძველ ხელშეკრულებებშია ასახული. მოკლედ აი რა ხდებოდა. ნავთობის მაგნატები შავ ოქროს მისი ღირებულების მეათედ ფასად სტყუებდნენ უდაბნოს მბრძანებლებს. მერე კი დასავლეთის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ბეგარ ასადებდნენ იმპორტირებულ ნახშირწყალბადს. ანუ მათთვის ნავთობი იყო არამხოლოდ უკიდურესად დაბალ ფასად მიღებული ენერგია, რომელიც ეკონომიკურ ზრდას აჩქარებდა, არამედ გადასახადების წყალუხვი წყაროც, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს თავიანთი ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალებას აძლევდა. ნავთობის მქონე ქვეყნები ბუნებრივია ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ ამ გადასახადებით ამერიკის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, დასავლეთ გერმანიის და ნავთობის სხვა მომხმარებელი ქვეყნების ფინანსთა სამინისტროებს თავიანთი ქვეყნების საგადასახადო ორგანოებში მეტი ფული შეჰქონდათ, ვიდრე საბადოების მქონე ქვეყნების ხაზინაში. ამ თვალსაზრისით ცხადია მათი ხელშეკრულებები კოლონიალური იყო. 1959 წელს არამკომ 43 მილიონი დოლარი შეიტანა ამერიკის ხაზინაში. საუდის არაბეთის შემოსავალმა კი ამ დროს მხოლოდ 39 მილიონი დოლარი შეადგინა. ერ-რიადში ნავთობის მრეწველობის მინისტრმა შეერთებულ შტატებზე ზეწოლის შედეგად რეგიონში პირველმა გააფორმა ხელშეკრულება 50-50-ზე. ერთ წელიწადში ქვეყნის შემოსავალი სამჯერ გაიზარდა და თითქმის 120 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს ამბავი მთელ არაბულ სამყაროს მოედო. მალე ქუვეითმა, ერაყმა და ყველა ქვეყანამ, რომლებშიც ბრიტანულმა კომპანიებმა მოიკიდეს ფეხი, ისეთივე გარიგება მოითხოვეს და ერთი ვიდეო თამაშის შინაარსის მსგავსი შედეგი მიიღეს. დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც ჯერ კიდევ კოლონიური სახელმწიფო იყო, ამ ახალ მოთხოვნებში ამბოხების ერთგვარი ფორმა დაინახა. ამიტომ შეეშინდა, რომ მისი იმპერიის აღსასრული ახლოვდებოდა და გავლენას დაკარგავდა, კერძოდ ირანზე გავლენას.
ირანისგანმა თავისუფლებელი მოძრაობის უკან ერთი კაცი, სამსახიობო ნიჭით ცნობილი ექსცენტრული ადამიანი და იმავდროულად მოხერხებული ხელმძღვანელი იდგა. მან იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბრიტანელთათვის ირანის ნავთობი და ამიტომ კიდევ უფრო საშიში იყო. ამ კაცს მოჰამედ მოსადეყი ერქვა. ირანელი ხალხი ყოველთვის დიდი უნდობლობით უყურებდა ბრიტანელებს. ინგლისურ-ირანული საზოგადოება Oil Company, რომელსაც მოგვიანებით BP დაერქვა, ბევრად მეტად ინგლისური იყო ვიდრე ირანული და ირანელებს ძველ დამპყრობელ სახელმწიფოს აგონებდა, რომელიც შეეცადა მათი ქვეყანა ბრიტანეთის პროტექტორატად ექცია. უწინარეს ყოვლისა, შეიძლება ითქვას, რომ ირანს მისი ნავთობის გაყიდვის მერე იმის ნახევარი ხდებოდა, რასაც ბრიტანეთის მთავრობა იჯიბავდა Anglo-Persian Oil Company-სგან მიღებული დივიდენდების სახით. მოჰამედ მოსადეყის აზრით, ინგლისურ-ირანული ნავთობმომპოვებელი კომპანია ბრიტანელთა მხრიდან ირანის ექსპლუატაციის სიმბოლო იყო. ამ 70 წლის კაცს ნავთობით მიღებული შემოსავლის 50%-ზე მეტი უნდოდა თავისი ქვეყნისთვის. 1951 წელს მან ირანის პარლამენტს ბრიტანული კომპანიის ექსპროპრიაციას სთხოვა. მას უნდოდა, რომ ირანელ ხალხს და ირანის მთავრობას სიტყვის თქმის უფლება ჰქონოდათ ირანში ნავთობის მოპოვების პროცესის მართვასა და სხვა საკითხებზე. მაგალითად იმაზე, რომ ირანელი მუშები ძალიან მძიმე პირობებში მუშაობდნენ აბადანში, სადაც ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა მსოფლიოში. სწორედ ამან უბიძგა მოსადეყს ინგლისურ-სპარსულ Oil Company-სთან მწვავე მოლაპარაკებისკენ და რადგან კომპანია დათმობაზე წასვლას არ აპირებდა, გადაწყვიტა ირანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა. ბრიტანეთის იმპერიის რეაქცია არ დააყოვნა. ამ წვინტლიანმა ვერ უნდა შეგვაშინოს. მით უფრო როცა ლაპარაკია სახელმწიფო მოღვაწეზე, რომელსაც ლოგინში მწოლიარეს უყვარს სტუმრების მიღებაო, განაცხადა მან. უნდა ითქვას, რომ ექსცენტრული მოსადეყი თავის ოთახში ხშირად პიჟამას ამარა მუშაობდა. სხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მოლაპარაკებების მიმდინარეობას. მოსადეყი, რომელიც როგორც თვითონ ამბობდა, ანტიკოლონიურ ბრძოლას აწარმოებდა. პოპულარული გახდა ირანში და იმ ქვეყნებში, რომლებსაც ზულდათ კოლონიური სახელმწიფოები. ნუ დაგვავიწყდება, რომ 1951 წელს მსოფლიოს დიდი ნაწილი ჯერ კიდევ კოლონიურ სახელმწიფოთა შემადგენლობაში შედიოდა. ჟურნალმა Time-მა მოსადეყი წლის ადამიანად დაასახელა. New York Times-ის ერთმა ჟურნალისტმა კი მე-20 საუკუნის ირანელთა შორის ყველაზე მჭერმეტყველი კაცი უწოდა. მოსადეყი ყველა დაჩაგრულის ხმად და ძლიერთა თუ მდიდართა წინააღმდეგ ბრძოლის განსახიერებად იქცა. ემოციებით გაჯერებული გამოსვლებით ის მსმენელთა დამუხტვას და ატირებას ახერხებდა. ამ დროს თვითონაც ცრემლებად იღვრებოდა და გულიც კი მისდიოდა. ირანში მას ოვაციებს უწყობდნენ. ბრიტანელთათვის კი ირანის პრემიერ-მინისტრი მათი ხორცშესხმული დამცირება და საფრთხე იყო. ამიტომ ყველა ღონე უნდა ეხმარათ, რომ ეს 1952 წლის ნოემბერში რესპუბლიკელი დუაიტ ეიზენჰაუერი შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს, რამაც ხელსაყრელი პირობები შექმნა სახელმწიფო გადატრიალების დასაგეგმად. ეიზენჰაუერის ინაუგურაციიდან 1953 წლის 20 იანვრიდან ცოტა ხნის შემდეგ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურებს აცნობა, რომ მზად იყო მოსადეყის ჩამოსაგდებად. მისიის კოდური სახელი გახლდათ ოპერაცია აიაქსი. CIA-ის დირექტორმა განაცხადა, თუ ირანი ოდესმე სოციალისტური ბანაკისკენ გადაიხარა, თავისუფალი სამყაროს შემოსავლის უზარმაზარ წყაროს დაკარგავს ირანის ნავთობის სახითო. იმისთვის, რომ ირანის მონარქი შაჰი მოჰამედ რეზა სახელმწიფო გადატრიალების გეგმაში ჩაერთოთ, მის სასახლეში აგენტი შეაპარეს. შაჰს ხელი უნდა მოეწერა მოსადეყის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებაზე. მოჰამედ რეზა, რომელსაც დასავლეთის ნავთობ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების გაგრძელება უნდოდა დათანხმდა, მაგრამ ნაძალადევად, რადგან იცოდა, რომ მისი ხალხი ძალიან აფასებდა თავის პრემიერ-მინისტრს. სახელმწიფო გადატრიალების პირველი მცდელობა ჩაიფუშა. მოსადეყის ერთგულმა თანამშრომლებმა
მისი დაპატიმრება არ დაუშვეს. შეშფოთებული შაჰი კი რომში გაიქცა მეუღლითურთ. ცოლ-ქმარი არ ელოდა, რომ CIA-ის ოპერაცია ჩაიშლებოდა. რომში სასტუმრო ექსელსიორმა მათ ლუქსი შესთავაზა. შაჰის ოჯახს ირანთან კავშირი აღარ ჰქონდათ. თეირანის ამბები მათ ყურამდე სასტუმროს წინ მდგარი ჟურნალისტებისგან აღწევდა. ამასობაში ჯარის ერთი ნაწილი CIA-ის ხელმძღვანელობით ირანის მთავრობის ჩამოსაგდებად ემზადება. შაჰი დაბრუნდა და პარლამენტი დაითხოვა. მოსადეყი კი სასამართლოს წინაშე წარსდგა და მოსამართლეს განუცხადა. ჩემი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ ირანის ნავთობის მრეწველობა სახელმწიფო საკუთრებად ვაქციე, რითაც მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპერიის კოლონიალიზმისა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენისგან გავათავისუფლეო. სასამართლო მას 3 წლით პატიმრობა და პატიმრობის მერე სამუდამო გადასახლება მიუსაჯა. მოსადეყი 1967 წელს გარდაიცვალა. შაჰმა სახელმწიფო დაკრძალვაზე უარი თქვა. ცოტა ხნის მერე კი ინგლისურ-ირანული ოილ კამპანი British Petroleum-ად იგივე BP-ით იქცა. სახელმწიფო გადატრიალებამ წარმატება მოიტანა, მაგრამ ცოტა ხნით. რადგან მართალია ამერიკულ და ბრიტანულ საწარმოთა კონსორციუმმა კვლავ იგდო ხელში ირანის ნავთობზე კონტროლი და ირანი შეერთებული შტატების ძირითად მოკავშირედ იქცა სპარსეთის ყურეში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფო გადატრიალება დამარცხებას უდრიდა, რადგან შაჰს კანონიერი ძალაუფლება წაართვა. გადატრიალების შემდეგ საკუთარ ქვეყანაში მას ამერიკელთა მარიონეტად თვლიდნენ. და ეს მაშინ, როცა საერთაშორისო საწარმოები ირანელი ხალხის მტრებად აღიქმებოდა. საფიქრებელია, რომ ეს იყო ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანი, რომელთა გამოც 1970-იანი წლების ბოლოს ისლამური რევოლუცია დაიწყო. 1979 წლის ნოემბერი. სახელმწიფო გადატრიალებიდან 26 წლის შემდეგ თეირანში ფუნდამენტალისტი მორწმუნეების მიერ ამერიკის საელჩოს აღების ამსახველი შთამბეჭდავი კადრები თელ მსოფლიოს შემოივლის, მაგრამ 1973 წელს შაჰი მყარად ზის თავის ადგილზე და ამერიკელთა და ბრიტანელთა ეგიდით ირანის ნავთობი კვლავ მიედინება ევროპისა და შეერთებული შტატებისკენ. იმ დროისთვის ნახშირწყალბადი უკვე ცხოვრების ყველა სფეროშია ჩართული და შეერთებული შტატებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. მრავალი ამერიკელისთვის გარდატეხა 1955 წელს მოხდა, როცა ჩიკაგოს ერთ გარეუბანში პირველი თანამედროვე მაკდონალდსი გაიხსნა. ხალხმა დაინახა საზოგადოება, რომელიც მთლიანად მანქანაზე და იაფფასიან ნავთობზე იყო დაფუძნებული. გადაადგილების ასეთი საშუალებების წყალობით ამერიკელებს შეეძლოთ ოცნება აესრულებინათ და გარეუბანში ეცხოვრათ. ამიერიდან მანქანიდან გადმოუსვლელად შეიძლებოდა ყველაფრის გაკეთება. კალიფორნიაში გაჩნდა პირველი ეკლესია ავტომოყვარულთათვის, სადაც მორწმუნეები მანქანებში მოხერხებულად მსხდარნი ესწრებოდნენ წირვას. შეყვარებულები კი პირველი პაებნის ადგილად ღია ცის ქვეშ გამართულ კინოთეატრს ირჩევდნენ. შეერთებულ შტატებში ვაჟთა 40% მანქანაში სთხოვდა ხელს სატრფოს. ხოლო სავაჭრო ცენტრები თავიანთი უზარმაზარი სადგომებით შოპინგის მოყვარულ ახალ თაობას იზიდავდნენ. ავტომობილი თავისი დიდი საბარგულით, დიდი ძრავით, დიდი სიმძლავრით და საწვავის შთანთქმის დიდი უნარით სასურველ საგნად იქცა. ნავთობი ახალ კომერციულ იდეებს უჩენდა ხალხს. შეერთებულ შტატებში ყველგან გაიხსნა მოტელები, რომლებმაც არაერთი სიახლე დანერგეს. მათ ნომრებში სტუმრებს ტელევიზორი და შეფუთული საპნები ხვდებოდათ. დერეფნებში კი სავაჭრო ავტომატები გამაგრილებელ სასმელებს და ყინულს თავაზობდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ მანქანას სახლშიც შეეძლო შესვლა. წარმატებული სერიალის ვეგასის მოყვარულები აღფრთოვანებით კიოდნენ, როცა მძიმე სამუშაო დღის მერე ფილმის გმირი თავის მისაღებ ოთახში ფორდით შედიოდა. ნავთობმა დასავლეთ ევროპის ქალაქებსაც უცვალა სახე. საგზაო მოძრაობის ორგანიზაცია მთლიანად ავტომობილზე იყო ორიენტირებული.
1967 წლის შემდეგ პარიზში სენის სანაპიროები ჩქაროსნულ გზებად იქცნენ, ხოლო ბერლინს ქალაქის ავტომაგისტრალი კვეთდა. მანქანა სოციალური სტატუსის სიმბოლო გახდა. მოდაში ნეილონის წინდები შემოვიდა და შობადობის გაზრდის შედეგად გაჩენილი ბავშვები მხოლოდ სინთეზური მასალა უკვე ყველგან იყო. ქალის საცვლები დაწყებული და თვითმფრინავის საბურავებით დამთავრებული. ამ მასალას მთვარეზე გადამსხდარ კოსმონავტთა სქელის სკაფანდრებიც კი შეიცავდნენ. ნავთობის დიდი ხელშეწყობით გერმანიაში ეკონომიკური სასწაული მოხდა. საფრანგეთსა და დასავლეთ სამყაროს სხვა ქვეყნებში კი ცხოვრების ახალი სტილი გაჩნდა. ადვილად გადასამუშავებელი ნავთობის წყალობით დედამიწის ყველა მხარეს დიდი სამრეწველოები ამოიზარდა. ტრანსნაციონალური კორპორაციები კი მათ აწვდიდნენ ნედლეულს, რომლისგანაც უწყვეტად და იაფად იწარმოებოდა საქონელი მსოფლიო ბაზრისთვის. მართალია ნავთობით მდიდარმა ზოგმა ქვეყანამ უფრო ხელსაყრელი პირობები მოიპოვა, ნავთობ კომპანიები მაინც თავის კანონებს კარნახობდნენ ყველას 1960 წლის 14 სექტემბრამდე, ანუ მანამდე, სანამ ძალიან განსხვავებული კარტელი არ შეიქმნა. ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ, იგივე ოპეკმა, სამუდამოდ შეცვალა ძალთა თანაფარდობა ნავთობის სექტორში. ნახშირ წყალბადის მრეწველობის ვენესუელელმა მინისტრმა ხუან პაბლო პერეს ალფონსომ განაცხადა, მთელ მსოფლიოში ექსპორტირებადი გადაუმუშავებელი ნავთობის 80%-ზე მეტს ჩვენ ვაკონტროლებთ და ამ იერიდან გაერთიანებული ვართ. ახლა ჩვენ წერთ ისტორიასო. ოპეკის დამაარსებელი და წევრი ქვეყნები იყვნენ ერაყი, ირანი, ქუვეითი, ვენესუელა და საუდის არაბეთი. მათ 10 წელი დასჭირდათ, რომ მსოფლიოსთვის თავისი ხმა გაეგონებინათ და ამის გამო დასავლეთის ინდუსტრიული ქვეყნები მოსალოდნელზე მეტად გაუგდნენ. 1859 წელს ყველაზე ძვირფასმა ნედლეულმა თავისი ტრიუმფალური სვლა პენსილვანიის შტატიდან დაიწყო. იყო მსოფლიო რბოლად იქცა და პლანეტის ყველაზე დიდ საბადომდე, ელეფანტ ფილდსამდე მივიდა. ამერიკელებს ტექნოლოგიები და ფული ჰქონდათ, საუდელებს კი ნავთობი. როგორც კი სახელმწიფოს ინტერესების საკითხი დგება, მით უფრო როცა საქმე ეხება ისეთ სტრატეგიულ რესურსს, როგორიც ნავთობია, ნებისმიერი პოლიტიკური უმრწამსის მქონე მთავრობა ივიწყებს მორალურ პრინციპებს და იდეოლოგიას. 1970-იანი წლების შემდეგ ნავთობის მაძიებლებმა უკვე იცოდნენ, რა საფრთხე შეიცავდა სათბურის ეფექტის განმაპირობებელი აირები. ნავთობი მსოფლიო ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად იქცა. ნუ თუ ამ იერიდან ის ჩვენი ბედის დამღა იქნება. 1973 წლის 25 ნოემბერს, კვირადღეს და მომდევნო 3 კვირადღეს მთელი დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე მანქანით სიარული აკრძალული იყო. ომის დამთავრების შემდეგ პირველი შემთხვევა გახლდათ ისიც, რომ საწვავი ნორმირებული იყო. გერმანიისა და ბრიტანეთის ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურს მარაგი ამოეწურა. საფრანგეთში ფასები ძალიან ავარდა. აქაც შეეშინდათ, რომ ბენზინი აღარ იქნებოდა. ყველა ისე იმარაგებდა საწვავს, თითქოს მესამე მსოფლიო ომი კარს იყო მომდგარი. 1973 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე გერმანიაში ავზების გასავსებად სამყოფზე 200%-ით მეტი საწვავი იყო. მისი დიდი ნაწილი ადვილად აალებადი რეზერვუარებით იდგა, სადღაც სახლებში. 150,000 ტონა მარტო ნოემბერში მოიმარაგეს. იგივე ითქმის მაზუტზე. გაყიდვის მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა. მთლიანობაში 16 მილიონი ტონა მაზუთი იყო მომარაგებული გერმანელთა სარდაფებში, რათა მათ მფლობელებს კარგი გათბობა ჰქონოდათ მაისამდე. მაგრამ ევროპა საგანგებო მდგომარეობაში მყოფი ერთადერთი კონტინენტი არ გახლდათ. შეერთებულ შტატებში ბენზინგასამართ წლის 6 ოქტომბერს ეგვიპტის და სირიის სამხედრო ნაწილები ისრაელს დაესხნენ თავს. ეს მოხდა იმ დღეს, როცა მთელი მსოფლიოს ებრაელები მათი რელიგიის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს, იომ კიპურს აღნიშნავდნენ. ებრაელთათვის თავდასხმა მოულოდნელი იყო. არაბებმა სცადა შეესრულებინათ თავიანთი მუქარა ისრაელის ზღვაში გადატყორცნის თაობაზე. ამერიკული იარაღის დახმარებით ებრაელთა სახელმწიფო, როგორც იტყვიან, ბოლო წუთს გადაურჩა ომში დამარცხებას. მაგრამ შეერთებულ შტატებს ეს დახმარება გარკვეულ ფასად დაუჯდა.
ისრაელის ნავთობმიმწოდებელმა ქვეყნებმა ექსპორტი შეამცირეს და ერთ დღამში ერთი ბარელის ფასი 70%-ით გაიზარდა. ნავთობი პოლიტიკური იარაღად იქცა, რომელიც უკვე პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდა დასავლეთისთვის. ნავთობის იმ დროისთვის ცნობილი მარაგის 60%-ზე მეტი არაბულ სამყაროში იყო. მომპოვებელ ქვეყანასა და ინდუსტრიულ სახელმწიფოს შორის. დიახ, შეცვლის. 1973 წლის 5 ნოემბრიდან ისრაელის მოკავშირეებისთვის, მაგალითად გერმანიისთვის, ნავთობის მიწოდება 20%-ით შემცირდა. ბენზინის და მაზუთის ფასებს ცეცხლი მოეკიდა. 1 ლიტრის ფასი 12-დან 60 პფენინგამდე გაიზარდა. ექსპორტიორმა არაბულმა ქვეყნებმა ჩათვალეს, რომ სწორედ ის დრო იყო იდეალური მსგავსი ზომების მისაღებად. ზამთრობით გათბობის გამო წიაღისეული ენერგომატარებლის მოხმარების მაჩვენებელი იზრდება. ამდენად ნავთობის მიწოდების შემცირება ასეთი უდროო ვერასდროს იქნებოდა. საწვავის ნაკლებობას ფსიქოლოგიური ფაქტორიც დაემატა. და შედეგად ისეთი სახელები, როგორიცაა საუდის არაბეთი და ქუვეითი, სამუდამოდ ჩაიბეჭდა დასავლეთ ევროპელთა მეხსიერებაში. არადა დარწმუნებული ვარ, ნავთობის კრიზისამდე არც კი იცოდნენ, რომ ასეთი ქვეყნები არსებობდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აღლუმი ნავთობის ექსპორტიორებს მიყავდათ. საუდის ნავთობის მინისტრი მოუვრიდებლად ამბობდა სათქმელს. დაიწყო. ჟურნალისტებმა ტერმინიც იპოვეს ნავთობის ინდუსტრიაში დანერგილი ახალი წესების აღსანიშნავად, კერძოდ შანტაჟი. ამ ტერმინში იმ დასავლეთ ევროპელების გრძნობები აირეკლა, რომლებმაც უეცრად გააცნობიერეს, რომ არაბი პრინცების ტაქტიკაზე იყვნენ დამოკიდებული. ნავთობის მქონე ხარბი ქვეყნების იმიჯი საკმაოდ აწყობდა დასავლეთის ზოგიერთ სახელმწიფოს მეთაურს, რადგან ჭეშმარიტი პრობლემის ახსნა საფრთხილო საქმე იყო. სინამდვილეში, ნავთობის უკმარისობა ინდუსტრიულ ქვეყნებში მისი მოხმარების კვეთრი ზრდით უფრო იყო გამოწვეული, ვიდრე ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტის შემცირებით. 1960-იანი წლების დასაწყისიდან 1972 წლამდე დასავლეთში ნავთობზე მოთხოვნა დღეში 19 მილიონიდან 44 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ანუ კოლოსალური ზრდა დაფიქსირდა. განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. ამერიკელები, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის 6%-ს შეადგენდნენ, დედამიწაზე წარმოებული ენერგიის 30%-ზე მეტს და საწვავის ნახევარზე მეტს მოიხმარდნენ. მაგალითად, დიდი ამერიკული მანქანა 55 კილომეტრზე დაახლოებით 10 ლიტრ ბენზინს წვავდა. იმავე რაოდენობის საწვავით, ევროპული მანქანების ბევრი მოდელი თითქმის 2-ჯერ მეტ მანძილს გადიოდა. ამერიკელებს ყველაზე მეტად ისადარდებდათ, რომ მათმა ქვეყანამ ნავთობის მოპოვების პიკს დღეში 11 მილიონ ბარელს 1970 წელს მიაღწია. ფიქრობდნენ, ასე თუ გაგრძელდა ბოლოს და ბოლოს, ტეხაშიც კი იკლებს ამოღებული ნედლეულის რაოდენობაო. ახლა ყველაზე ცუდი პერიოდი გვაქვს. მსგავსი ჯერ არასდროს გვქონია. ძალიან ცუდი პერიოდია. 1973 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა თავის ტელეგამოსვლაში ყველა ამერიკელს მიმართა. ახლა ჩვენ იმაზე მეტ ენერგომატარებლებს მოვიხმართ, ვიდრე მოვიპოვებთ. წელიწადნახევრის წინ კონგრესს მიმართა, ეს იყო პრეზიდენტის პირველი მიმართვა ენერგომატარებლების თაობაზე. მალე ამ საკითხთან დაკავშირებით მოქმედების უფრო სრულ და დეტალურ გეგმასაც წარუდგენ. მასში შეტანილი იქნება მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელთა მიზანი ენერგომატარებლებით მომარაგების უზრუნველყოფაა ხანგრძლივი ეკონომიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების პირობებში. ამერიკის მთავრობამ ფილმიც კი შეუკვეთა, რათა მოსახლეობისთვის ცხოვრების წესის შეცვლისკენ ებიწყებინა. ამ გამოწვევას რომ გავუმკლავდეთ, ცხოვრების წესი უნდა შევცვალოთ. დიდი მანქანები უნდა დავივიწყოთ და ავტობუსით და მატარებლით ვიმგზავროთ. ავტომობილის ნაცვლად ფეხით ან ველოსიპედით ვიაროთ. ამერიკის საავტომობილო ინდუსტრიას მოუწოდეს 10 წელიწადში 2-ჯერ გაეუმჯობესებინა ძრავების ქმედითუნარიანობა. კონკრეტულად, ეს ნიშნავდა, რომ 100 კილომეტრზე საწვავის მოხმარება 19-დან 11 ლიტრამდე უნდა შემცირებულიყო. საფრანგეთმაც მიიღო საწვავის დიდი რაოდენობით მოხმარების საწინააღმდეგო ზომები. ნახშირის მოპოვება მეტისმეტად ძვირიჯდებოდა, რის გამოც ნახშირის საბადოთა უმეტესობა დაიხურა. ამდენად 1960-იანი წლების მერე საფრანგეთი უფრო მეტად იყო დამოკიდებული ნავთობზე, ვიდრე დასავლეთი გერმანია.
ენერგომატარებლები უნდა დაგვეზოგა. ამიტომ მანათობელი აბრები აიკრძალა. საზოგადოებრივი ტელევიზია კი მაუწყებლობას 23 საათზე ამთავრებდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ახალ ენერგეტიკულ რესურსზე გადასვლა გახდათ. ჩვენი დიდი შანსი ატომისგან მიღებული ენერგიაა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ სფეროში დიდი გამოცდილება დავაგროვეთ. როგორც იცით, ბოლო 12 წლის მანძილზე შევისწავლეთ რადიოაქტიური წყაროს ყოველგვარი აქტივობა, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროში. და ჩვენი აზრით, ატომი იმის მოპოვების გზაა, რაც ასე გვჭირდება. ამდენად დღეს ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. 1974-დან 1999 წლამდე საფრანგეთმა 56 ბირთვული რეაქტორი ააგო და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. თუ 1973 წელს ატომური ენერგეტიკა ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის სულ რაღაც 8% შეადგენდა, მისმა მოცულობამ 2019 წლისთვის 62%-ს მიაღწია, რაც ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელია მსოფლიოში. და ეს მაჩვენებელიც ნავთობის კრიზისის შედეგია. კრიზისმა სხვებზე მეტი ენერგიის მომხმარებელი ქვეყნები აიძულა. ენერგიით უზრუნველყოფის წყაროები გაემრავალფეროვნებინა და ნავთობის მოხმარება შეემცირებინა. ამ შემცირებით 1973 წელს შეიძლება ითქვას, ხელიდან გაუშვეს განვითარების მოდელის შეცვლის და წიაღისეული ენერგომატარებლების უპირველეს ყოვლისა ნავთობის გავლენისგან თავის დახსნის შანსი. ამერიკელთა მზით თბობადი პირველი სახლი, რომელიც გვიჩვენებს, როგორ შეიძლება მზის ენერგიის გამოყენება. სახურავზე დამაგრებულ ორ კოლექტორში დაგროვილი მზის ენერგია აცხელებს წყალს, რომელიც ქიმიური ნივთიერებების დახმარებით ცენტრალური გათბობის სისტემას მიეწოდება. თერმოსტატის მეშვეობით დიასახლისი ტემპერატურას არეგულირებს, რათა საჭიროების შესაბამისი სითბო მიიღოს ზამთარში, ზაფხულში, გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე, წელიწადის ნებისმიერ დღეს. მზის ენერგიის გამოყენების მცდელობები ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დაიწყო. 1973 წლის შემდეგ მრავალმა ინდუსტრიულმა ქვეყანამ ჩადოფული ენერგიის გრძელვადიანი წყაროს წარმოებაში. ნავთობის კრიზისი ერთსა და იმავე დროს შოკიც იყო და ცვლილებების შესაძლებლობაც. კრიზისი რომ დიდხანს გაგრძელებულიყო, შეიძლება მეტი გავლენა მოეხდინა ჩვენს აზროვნებაზე, მაგრამ სამეცნიერო დაწესებულებათა უმრავლესობა მანამდე დახურეს და კვლევით პროგრამებზე მუშაობაც მანამდე შეწყვიტეს, სანამ განახლებად ენერგიას თუნდაც ერთ შანსს მისცემდნენ, რადგან 1974 წლის გაზაფხულიდან საუდის არაბეთმა, რომელიც მონდომებით უწყობდა ხელს ბოიკოტს, ისევ გახსნა ნავთობსადენთა სარქველი. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი შენელდა. უნდა ითქვას, რომ ფინანსური მიზნები საკმაოდ დიდი იყო. საუდის არაბეთის თითქმის მთელი შემოსავალი შავი ოქროსგან მიიღება. ამდენად საუდელებს ძალიან აწყობდათ დასავლეთის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების აღდგენა. მე ვიტყოდი, რომ დღეს ამერიკასა და საუდის არაბეთს შორის კავშირი კიდევ უფრო მჭიდროა. ის არასდროს ყოფილა ისეთი მტკიცე და ურღვევი, როგორიც ახლაა. ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ, იგივე ოპეკმა, პირველად მოსინჯა თავისი ძალები დასავლეთთან და გაიმარჯვა, რადგან შავი ოქრო კვლავ უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა დასავლეთისკენ. მაგრამ ახლა ის უფრო ძვირი იყო. საბადოების მქონე ქვეყნებისთვის ოქროს ხანა დაიწყო. 1973 წელს ვიღაცამ თქვა, ეს არის ყველაზე დიდი თანხის გადაცემა ძალზედ მოკლე ხანში. მსგავსი რამ ისტორიას არ ახსოვსო. ნავთობის ყველაზე დიდი მომხმარებლებისგან, შეერთებული შტატებისგან, დასავლეთ ევროპისგან და იაპონიისგან, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს დოლარები გადაეცა. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან ზოგმა პირველად შეძლო შეექმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც არ გააჩნდა. 1972 წლიდან 1977 წლამდე ექსპორტიორი ქვეყნების შემოსავალი 23 მილიარდი დოლარიდან 140 მილიარდამდე გაიზარდა. იმდენი ფული დაუგროვდათ ანგარიშებზე, რომ ექსპერტებს ლიკვიდურობის კრიზისის და ამის შედეგად მსოფლიო ეკონომიკური ციკლის დარღვევის შეეშინდათ, მაგრამ მათი შიში უსაფუძვლო იყო. ნავთობის ახალი ბატონ-პატრონები დაუთვლელად ხარჯავდნენ ფულს. მართალია ინფრასტრუქტურაში, დაწესებულებებში და თავისი ქვეყნის მოდერნიზაციაშიც დიდ თანხებს დებდნენ, მაგრამ არანაკლებს დებდნენ უძრავ ქონებასა და შეიარაღებაში.
ოპეკის წევრებმა მოახერხეს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა. 4 წელიწადში იმაზე მეტი დახარჯეს, ვიდრე იშოვეს. ოპეკს დასავლეთის ფული სჭირდებოდა, დასავლეთს კი ოპეკის ნავთობი. ამდენად არაბული ქვეყნების მმართველებს ეპირფერებოდნენ და დიდი ნავთობმომპოვებელი კომპანიები ჯიბეებს ივსებდნენ. მათ შორის 7 მსოფლიო ბაზარზე ბატოობდა, კერძოდ BP, Shell, Exxon, Galp, Mobil, Chevron და Texaco. მათი საქმიანობები იყო მოპოვება, გადაზიდვა, გადამუშავება და გაყიდვა. მათ ვერც საბადოთა მფლობელი ქვეყნები აუქცევდნენ გვერდს და ვერც კლიენტები. 1970-იან წლებში ძალზე დიდმა მოთხოვნამ მთელი სექტორი ააფორიაქა. პლანეტის 4-ვე მხარეს სხვადასხვა რაოდენობის საწვავს მოიხმარდნენ. სხვაობა სწრაფად იზრდებოდა და წარმოქმნიდა იმას, რასაც უწოდებენ სპოტ გარიგებებს. იმ დროიდან ვაჭრები ნავთობს ყიდულობდნენ ნებისმიერ დროს და ვისგანაც უნდოდათ. ისინი მყისიერად რეაგირებდნენ ბაზრის ნებისმიერ ცვლილებებზე. ინტერნეტი ჯერ არ არსებობდა, მაგრამ ტელექსი ჰქონდათ და იმ დროში მეტი არაფერი იყო საჭირო ნავთობით ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად. სპოტ გარიგებების ერთ-ერთი მონაწილე ნავთობის მეფედ იქცა. მისი კრედო მხოლოდ ერთი მორალის, ბაზრის მორალის მორჩილება იყო. მას მსოფლიო პოლიტიკის მკვეთრი ნახტომები არ აინტერესებდა. ეს საქმიანი კაცი ძალიან წარმატებული იყო, მაგრამ თავის მთავრობას ძულდა. მისი სახელი და გვარია მარკ რიჩი. მარკ რიჩი მაშინაც აგრძელებდა ირანის ნავთობის ყიდვა-გაყიდვას, როცა ირანელებს ამერიკის საელჩო ჰქონდათ დაკავებული და მძევლები ჰყავდათ აყვანილი. ბოლო ათწლეულების მანძილზე ამერიკელებისთვის ასეთი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. ამერიკის მოქალაქე რიჩი კი ირანულ ნავთობს ყიდდა, მიუხედავად იმისა, რომ ირანთან ვაჭრობაზე ემბარგო იყო დადებული. ამდენად რიჩი შეერთებულ შტატებში პერსონა ნონ გრატად იქცა. დიახ, არ აპატიეს თავისი ქვეყნის მტერთან ვაჭრობა. ქვეყნის მოსახლეობა აღშფოთებული იყო. მაგრამ ამერიკის ხელმძღვანელმა პირებმა კარგად იცოდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მათი მთავარი მოკავშირე, ანუ ისრაელი, მარკ რიჩის ნავთობზე იყო დამოკიდებული. ირანი პრაქტიკულად ეომებოდა ისრაელს და აიათოლა განუწყვეტლივ იმუქრებოდა სიონისტური ბანაკის განადგურებით. საოცარი ის არის, რომ იმავე პერიოდში მოლები თავიანთი ნავთობით ებრაული წარმოშობის ამერიკელ ბიზნესმენთან, მარკ რიჩთან ვაჭრობდნენ. რომელიც მათგან ნაყიდ ნავთობს მათსავე მოსისხლე მტერს ისრაელს აწვდიდა. ამაზე დაუჯერებელი კი ის არის, რომ როგორც მარკ რიჩმა გამანდო, ყველამ ყველაფერი იცოდა. ირანელებმა იცოდნენ, რომ ნავთობი პირდაპირ ისრაელში მიდიოდა. ისრაელმა კი იცოდა, რომ ნავთობი ირანიდან მოდიოდა. ყველა თანახმა იყო. თუმცა ცხადია მალავდნენ. რატომ? ირანს ნავთობის გაყიდვა უნდოდა, იმიტომ რომ ფული სჭირდებოდა. ისრაელისთვის კი ნავთობი აუცილებელი იყო და არ დაეძებდა სადაურ ნავთობს იყიდდა. დღეს თითქმის აღარავის ახსოვს ირან-ისრაელის დამაკავშირებელი სანავთობო გზა. ამ ორი ქვეყნის მტრებად ქცევამდე 10 წლით ადრე ირანის ნავთობი გემებს სპარსეთის ყურისა და წითელი ზღვის გავლით ისრაელში, ქალაქ ეილატში ჩაჰქონდათ. მერე ნავთობი 250 კილომეტრიან მილსადენს გაივლიდა და ისრაელში ხმელთაშუა ზღვისპირას მდებარე ნავსადგურ აშკელონში ჩადიოდა. ოფიციალურად ირანს და ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდათ. ოფიციალურად ირანმა ბოიკოტი გამოუცხადა ისრაელს, მაგრამ ფარულად შაჰი მილიონობით ტონა ნავთობს აწვდიდა ებრაელთა სახელმწიფოს. ნავთობსადენი იყო ერთობლივი ქონება, რომელსაც თანაბრად იყოფდნენ ისრაელი და ირანი. ამგვარად 1979 წელს 10 მილიონი ტონა ირანული ნავთობი გაემართა ისრაელისკენ. მაგრამ მაშინ ირანს უკვე დიდი სიფრთხილე მართებდა იმ მუსლიმანთა მიმართ, რომლებიც ისრაელს მტრად აღიქვამდნენ. ამდენად ორ ქვეყანას შორის ნავთობით ვაჭრობა თავიდანვე გასაიდუმლოებული იყო. სავაჭრო ოპერაციების უხმაურო ჩატარების მიზნით მხარეებს სჭირდებოდა შუამავალი, რომელსაც საიდუმლოს შენახვა შეეძლო, ანუ მარკ რიჩის მსგავსი კაცი. ვაჭრობა ისე კარგად წარიმართა, რომ ისრაელს ირანის ნავთობის გაყიდვაც კი შეეძლო და ამ საქმეშიც ჩრდილში დარჩენილი მარკ რიჩი მართავდა ყველაფერს. მარკ რიჩი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ისრაელის ნავსადგურ აშკელონში იღებდა ნავთობს და რუმინეთზე გავლით ესპანეთში აგზავნიდა. რუმინეთი იყო სოციალისტური ბანაკის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ისრაელთან ურთიერთობა არ გაწყვიტა, მაგრამ ნავთობმზიდი თავის ტვირთს იქ არტოვებდა. მარშრუტი, რომლითაც გემი მიდიოდა, მხოლოდ შირმა იყო, სინამდვილეში დანიშნულების ადგილი ესპანეთი გახლდათ.
ესპანეთის ფაშისტ დიქტატორს ფრანკოს ისრაელთან არც ურთიერთობა ჰქონდა და არც მისი დამყარების სურვილი, მაგრამ ნავთობი სჭირდებოდა. თან რაც შეიძლება მეტი და თუნდაც ებრაელთა სახელმწიფოდან მიღებული. არ დაგიდებდათ, რომ ისრაელიდან უგზავნიდნენ, მაგრამ საჯაროდ ამის აღიარება არ სურდა. აი რატომ გახდა საჭირო რუმინეთის გავლით მიწოდება. ამ გარიგებით დაიწყო მარკ რიჩის ელვისებური აღმავლობა ნავთობის ინდუსტრიაში. მისი სპეციალობა იმ პარტნიორების დაკავშირება იყო, რომელთაც არ უნდათ ოფიციალურად ქონოდათ რაიმე საერთო ერთმანეთთან. იომ-კიპურის ომისა და ემბარგოს შემდეგ 1 ბარელის საწვავის ფასი 4-ჯერ გაიზარდა. ნავთობზე მოთხოვნამ კი ისე იმატა, როგორც არასდროს. მარკ რიჩისთვის ეს იყო ღვთითკურთხეული პერიოდი. მაშინ, როცა დასავლეთის ნავთობ კომპანიები მშრალზე ისხდნენ, ირანთან კარგი ურთიერთობის წყალობით რიჩი, როგორც იტყვიან, ნავთობში ცურავდა. ეს დამოუკიდებელი ბიზნესმენი კვლავინდებურად მარაგდებოდა ირანიდან. მოლებს ისჭირდებოდათ, რადგან მათ ქვეყანას სადისტრიბუციო არხები არ გააჩნდა. მარკ რიჩი კი მთელ მსოფლიოში ყიდულობდა და ყიდდა ნავთობს. ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფიდელ კასტროსთან კუბაში და სანდინისტებთან ნიკარაგუაში, ირანის, ეკვადორის, ვენესუელის, ნიგერიის თუ საბჭოთა კავშირის ნავთობს ყიდდა ესპანეთში, თურქეთში ან იტალიაში და მისი კლიენტი ამერიკის თავდაცვის სამინისტროც იყო. ის ნავთობით ამარაგებდა კუბის რეჟიმს და სანდინისტებს, რომელთათვის მარკ რიჩი უდაოდ იმ სოლიდარობის მოძრაობაზე მნიშვნელოვანი იყო, რომელიც მათ უჭერდა მხარს დასავლეთში. წმინდა წყლის კაპიტალისტი რიჩი მარქსისტ რევოლუციონერებს ეხმარებოდა. ეს ისტორიის ირონიაა. მარკ რიჩმა გადატრიალება მოახდინა ნავთობით ვაჭრობაში და საფუძველი ჩაუყარა სპოტ გარიგებებს, რომლებიც გარკვეული მოქნილობის საშუალებას იძლეოდნენ დეფიციტის პერიოდში. მისმა დაწესებულებამ, რომელიც ციურიხის მახლობლად თვალწარმტაც ქალაქ ცუგში მდებარეობდა, 1974 წელს $1 მილიარდ მეტი იშოვა. 1970-იანი წლების დასასრულს მარკ რიჩს 30 ოფისი ჰქონდა ყველა კონტინენტზე. ვაჭრობაში მისი ძირითადი პარტნიორი კვლავ ირანი იყო. რიჩი დღეში საშუალოდ 200,000 ბარელს ყიდულობდა ირანისგან. მაგრამ მალე ამ ქვეყანას ისლამური რევოლუცია დაატყდა. შაჰი რეზა ფეჰლევი ტახტიდან ჩამოაგდეს. აიათოლა ხომეინი გადასახლებიდან დაბრუნდა. 1974 წლის 4 ნოემბერს თეირანში ასობით ირანელი თავს დაესხა ამერიკის საელჩოს და მისი 52 თანამშრომელი მძევლად აიყვანა. უძლური ამერიკა თავისი დროშის დაწვის მომსწრე გახდა. მძევლების საქმე უდავოდ ყველაზე საშინელი შეურაცხყოფა იყო, რაც კი ამერიკისთვის მანამდე ვინმეს მიუყენებია. ირანის ლიდერთა და იმ ექსტრემისტთა ქმედებები, რომლებიც ჩვენს საელჩოში შეიჭრნენ, სრულიად გაუმართლებელი იყო. მათ და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ შეერთებულ შტატებს უკან ვერც საერთაშორისო ტერორიზმი დაახევინებს და ვერც შანტაჟი. პრეზიდენტმა კარტერმა პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები დაადო ირანს. მაგრამ ამას ოდნავადაც არ შეუშფოთებია მარკ რიჩი, რომელიც ჰელვეციის ნეიტრალიტეტით სარგებლობდა. რიჩის პოზიცია ასეთი იყო. ჩემი დაწესებულება, რომელიც ცუგში მდებარეობს, შვეიცარიის კანონებს ექვემდებარება და არა ამერიკის. ამდენად მე სავსებით კანონიერად ვყიდულობ ნავთობს ირანისგანო. ისრაელიც აგრძელებდა ირანული ნავთობის ყიდვას და მარკ რიჩი ახლა ტანკერებით აწვდიდა ამ ნედლეულს. შეიძლება გაზვიადების გარეშე ითქვას, რომ მარკ რიჩს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ისრაელისთვის. ოფიციალურად აიათოლა ისრაელის ტერიტორიიდან ებრაელთა განდევნაზე ლაპარაკობდა, მაგრამ როგორც კი საქმე ვალუტაზე, ძალაუფლებასა და ნავთობზე მიდგებოდა, წმინდა წყლის დოქტრინა და იდეოლოგია უკანა პლანზე გადადიოდა. მთავარი ნავთობის გაყიდვის შესაძლებლობა იყო. უფრო დიდი პარადოქსის არსებობა შეუძლებელია. ეს იყო ბაზრის გამარჯვება იდეოლოგიაზე, მაგრამ საელჩოზე თავდასხმის და ამერიკის მოქალაქეთა მძევლად აყვანის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მაინც გაახმოვანა
რეპრესიების გატარების განზრახვა. მარკ რიჩს მტერთან ვაჭრობა წაუყენეს ბრალად. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ის ძებნილ დამნაშავეთა სიაში შეიყვანა. მაგრამ რიჩი ცხოვრობდა შვეიცარიაში, რომელმაც უპირატესობა თავისი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას მიანიჭა და რიჩის ექსტრადიციაზე უარი თქვა. 1985 წელს ორმა ამერიკელმა აგენტმა შვეიცარიაში მარკ რიჩის გატაცებას სცადა. ჰელვეციის სამართალდამცავთათვის ეს, რა თქმა უნდა, სავსებით უკანონო ქმედება იყო. აგენტები ცუქში ჩავიდნენ. მათ რიჩის ქუჩის ფილაქნების კუთხეთა რაოდენობაც კი იცოდნენ. ეგონათ ვერთმფრენი იქვე ახლოს დაჯდომას შეძლებდა და მარკ რიჩის დასაჭერად ემზადებოდნენ. ამ დროს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ორი კაცი მიუახლოვდათ და საბუთები მოსთხოვეს. ამერიკელი აგენტები მაშინვე მიხვდნენ, რომ ნიღაბი ჩამოხსნეს. ის კაცები შვეიცარიის ფედერალური პოლიციიდან იყვნენ და გასაგებად უთხრეს, თუ დაუყოვნებლივ არ წახვალთ შვეიცარიიდან, დაგაპატიმრებთო. მაგრამ ფედერალურმა ბიურომ თავის გეგმაზე ხელი მაინც არ აიღო. ნავთობით მოვაჭრე რიჩი ამერიკის სახელმწიფოს მტერი და ყველაზე ძებნილი დამნაშავე იყო. ქვეყანა ჯაშუშური რომანის მკითხველივით ადევნებდა თვალს ამ კატათაგვუბანას თამაშს, რომელშიც მარკ რიჩი დიდ რისკზე მიდიოდა. შეერთებულმა შტატებმა მრავალჯერ სცადა მარკ რიჩის გამოტყუება შვეიცარიიდან, რათა სხვა ქვეყანაში დაეპატიმრებინათ. მაგალითად ინგლისში, იამაიკაზე ან რუსეთში. მაგრამ რიჩი ყოველთვის ძალიან მხიზლად იყო. გზავრობდა მხოლოდ კერძო თვითმფრინავებით, რომლებსაც ბოლო წუთს უკვეთავდა. სასტუმროში გამოგონილი გვარით რეგისტრირდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მისი პირადი დაცვის უფროსი მოსადის ყოფილი აგენტი იყო. კაცი, რომელიც ზედმიწევნით სწავლობდა რიჩის გეგმებს და ჩანაფიქრებს მათი განხორციელების ორგანიზების მიზნით. ამასთან, მარკ რიჩს საშუალება ჰქონდა რამდენიმე კაცი დაექირავებინა მცველად. შეეძლო საკუთარი თავის დასაცავად, რომელიც მართლა სჭირდებოდა, ბევრი გადაეხადა. ერთმა ამერიკელმა აგენტმა, რომელიც 17 წელი კვალდაკვალ დასდევდა, მითხრა, რიჩის დევნა იგივეა, სახელმწიფოს მეთაურს რომ სდიო. შეერთებულმა შტატებმა ფულის მეშვეობითაც სცადეს მარკ რიჩის დაჭერა. რადიოსადგური ამერიკის ხმა რეგულარულად გადასცემდა განცხადებას, რომელიც $750,000 პირდებოდა რიჩის დამჭერს, მაგრამ ამ ყველაფერმა შედეგი ვერ გამოიღო. ამერიკის მართლმსაჯულება 17 წლის განმავლობაში დასდევდა რიჩს და ვერ დაიჭირა. მეორე მხრივ, შეერთებულ შტატებში რიჩს სამუდამოდ შერჩა სახელმწიფოს მტრის სახელი. უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, მარკ რიჩი თავის საქმიანობას განაგრძობდა. 1990 წელს, ბრალის წაყენებიდან 7 წლის მერე მისი კომპანია უკვე 128 ქვეყანაში იყო და მასში 1200 კაცი მუშაობდა. ის დღეში 1,5 მილიონი ბარელ ნავთობს ყიდულობდა და ყიდდა, ანუ იმაზე მეც, რამდენსაც ოპეკის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა მოიპოვებდა, ისეთი როგორც ქუვეითია. 1993 წელს რიჩმა გაყიდა თავისი კომპანიის ბოლო ნაწილი, მარკ რიჩ & Co. AG. შვეიცარიულ კომპანია გლენკორად იქცა. დღეს გლენკორი ნედლეულით მოვაჭრე ყველაზე დიდი კომპანიაა მსოფლიოში. მარკ რიჩის ამბავი ნათლად გვიჩვენებს ორმაგ მორალს, რომელიც პოლიტიკაში ბატონობს. როგორც კი საქმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება, მით უფრო როცა ლაპარაკია ისეთ სტრატეგიულ რესურსზე, როგორიც ნავთობია, ნებისმიერი პოლიტიკური მრწამსის მქონე მთავრობა ივიწყებს ზნეობრივ პრინციპებს და იდეოლოგიას. მისთვის იმ ინტერესების გარდა აღარაფერი არსებობს. შავმა ოქრომ საოცარი ცვლილება გამოიწვია ბრიტანეთის მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის სფეროში. დიდ ბრიტანეთს ათწლეულობით ჰქონდა უთანხმოება ნავთობის საბადოთა მფლობელ ქვეყნებთან ფასების აწევის გამო. 1970-იანი წლების შუა პერიოდში კი ყველაფერი შეიცვალა. პრემიერ-მინისტრი ჰაროლდ ვილსონი ოპეკში ბრიტანეთის პრეზიდენტობის იდეაზეც კი ფიქრობდა. მაინც რა მოხდა ასეთი? ჩრდილოეთის ზღვაში პირველი დაზვერვითი სამუშაოები ნავთობის კრიზისამდე ბევრად ადრე ჩატარდა. 1970-იანი წლების შემდეგ ამერიკელი მკვლევრები აქ ნავთობს ეძებდნენ. ხანგრძლივი და უშედეგო მუშაობის შემდეგ ისინი ამ ძვირად ღირებული ძიებისთვის თავის დანებებას აპირებდნენ, მაგრამ რადგან ნავთობის საზღვაო პლატფორმა უკვე დაყენებული იყო და მისი ფული გადახდილი ჰქონდათ, 1979 წელს უკანასკნელად სცადეს ბედი და აი 3000 მეტრის სიღრმეზე სინჯი აიღეს. მას ოქროსფერი დაკრავდა, რაც სინჯში ძვირფასი სითხის არსებობაზე მიუთითებდა. ამ აღმოჩენის შემდეგ ნორვეგიას და დიდ ბრიტანეთს ნავთობ კომპანიები მიაწყდნენ. 1 წლის შემდეგ ჯერ BP-მ, მერე კი Shell-მა და Exxon-მა ნავთობი აღმოაჩინეს.
ერთ-ერთი გამოკვლეული საბადო შეტლანდის კუნძულების ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 180 კილომეტრში მდებარე ბრენტი გახლდათ. პირველმა დაზვერვითმა სამუშაოებმა უჩვენეს, რომ იქ ნავთობის საკმაოდ დიდი რეზერვუარი იყო. ამან შავი ოქროს ნამდვილი ციებ-ცხელება გამოიწვია. ნავთობის მოპოვების პერსპექტივა ქვეყანაში, რომელიც ფასებს თვითნებურად არ ზრდის, კვოტების დაწესებით არ იმუქრება და რევოლუციებს არ იწყებს, დიდი სტიმული იყო მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთის ზღვაში მოპოვებული ნედლეული ათჯერ უფრო ძვირიჭდებოდა, ვიდრე საეტალონო მარკის შუა აღმოსავლეთის ნავთობი. კაპიტალდაბანდებები მჭიდროდაა დაკავშირებული ნავთობის ფასთან. როცა ნავთობის ფასი იზრდება, ბევრი კაპიტალდაბანდება, რომელსაც მანამდე შემოსავალი არ ჰქონდა, შემოსავლიანი ხდება. სწორედ ეს დაფიქსირდა 1973 წელს. ბარელ ნავთობზე ფასის მომატების შემდეგ ფინანსური თვალსაზრისით ჩრდილოეთ ზღვაში დაზვერვითი სამუშაოების ჩატარება ბევრად უფრო საინტერესო გახდა. მაგრამ ჩრდილოეთის ზღვაში მუშაობა საშიშია როგორც ფინანსურად, ისე ფიზიკურად, რადგან ბევრად უფრო მეტ სიღრმეზე ბურღვას მოითხოვს. ამასთან კლიმატური პირობები უმკაცრესია და რამდენიმე წუთში იცვლება. პლატფორმებს და მათ მომმარაგებელ გემებს შეიძლება 20 მეტრზე მეტი სიმაღლის ტალღები დაეცეს და გრიგალის დროს ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრს აჭარბებს. ყველა ამ საშიშროების მიუხედავად, ნავთობის ფართომასშტაბიანი მოპოვება დაიწყო. პირველი საბადოს აღმოჩენიდან 6 წლის შემდეგ 1995 წლის 10 ივნის გაერთიანებულმა სამეფომ პირველად გადაამუშავა საკუთარი ნავთობი. გულოცავ ფირმებს და ადამიანებს, რომლებმაც მსოფლიოში ყველაზე საშიში და ახირებული ზღვიდან ამოიღეს ნავთობი. ეს ტექნოლოგიის საოცარი მიღწევაა. მაშინ ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ დიდი ბრიტანეთი მალე ნავთობში იცურავებდა. მარტო ბრენტი დღეში ხვდა. მაგრამ 1990-იანი წლების მიწურულს ეს ბუმიც დამთავრდა. 1999 წელს ჩრდილოეთის ზღვის პლატფორმები დღეში დაახლოებით 6 მილიონ ბარელზე მეც ვეღარ მოიპოვებდნენ. 2017 წელს კი მხოლოდ 2 მილიონს. მას შემდეგ ჭაბურღილების დაშლა დაიწყეს. ფასების დაცების მერე ზღვაში ბურღვა შემოსავლიანი საქმე აღარ იყო, მაგრამ 1980-იანი წლების დასაწყისში ჩრდილოეთის ზღვის ნავთობმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა საერთო ვითარებაზე. ოპეკის უპირატესობებმა კლება იწყეს. მისი წევრი ქვეყნები შეშფოთებული იყვნენ. ოპეკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მსგავსიც მანამდე არასდროს მიუღია. ნავთობის ფასის შესანარჩუნებლად კვოტების სისტემა დანერგა. პრობლემა ის იყო, რომ ამ ორგანიზაციის მთავარმა წევრმა საუდის არაბეთმა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა, საკუთარი ინტერესების დასაცავად და ფასების სტაბილიზების მიზნით 1982-დან 85 წლამდე ნავთობის მოპოვება დღეში 10 მილიონი ბარელიდან 2 მილიონ ბარელამდე შეამცირა. ოპეკმა თავის წევრ ყველა ქვეყანას მოახვია თავს კვოტა, რომელიც ცოტა ნავთობის მოპოვებას გულისხმობდა. მაგრამ საუდის არაბეთის გარდა ამის გაკეთება არც ერთ შეეძლო, რადგან ასეთი შეზღუდვის შემთხვევაში მოგებას ვერ მიიღებდნენ. ამდენად კვოტას ზედმიწევნით არავინ იცავდა. ქაოსი, რომელიც ამ ორგანიზაციაში დაიწყო, აბსურდისკენ გადაიხარა. 1984 წელს ოპეკმა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს საკუთარი თავის გაკონტროლება დაავალა. ყოველი წევრი ქვეყნის ნავთობის მოპოვების მაჩვენებლები მკაცრად უნდა შეემოწმებინათ ანგარიშებთან, ფაქტურებთან და ექსპორტირების საბუთებთან შედარების გზით. მაგრამ ეს მისია ჩაიშალა, რადგან ექსპერტები ოფისებში და საბადოებთან არ მიუშვეს. ზოგმა ქვეყანამ თავის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვაც კი არ მისცა. ოპეკი ფასების ვარდნას ვერ აჩერებდა. ჯერ კიდევ 1980 წლის აპრილში 1 ბარელი ნავთობი $39-ზე მეტი ღირდა. 1986 წელს უკვე $10-ზე ნაკლებად ფასობდა, ანუ მისი ფასი 74%-ით შემცირდა. ოპეკისთვის ეს ჯერ არნახული ვითარება იყო. სამაგიეროდ დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეთა უმრავლესობისთვის ნავთობის ფასის დაცემა კარგი ამბავი გახლდათ. ახლა მათ კვლავ შეეძლოთ მთელი სიჩქარით ეკროლათ გზატკეცილებზე და ჰაერში. იმ დროს წიაღისეულის საწვავის და ჰავაზე მისი მავნე ზემოქმედების საკითხი ერთ მუჭა სპეციალისტთა გარდა არავის აინტერესებდა.
ტერმინი გლობალური დათბობა ჯერ არ არსებობდა. ადამიანები ნავთობს ნაკლებად სახიფათო და ნაკლებად დამაბინძურებელ საწვავად თვლიდნენ. თან მიაჩნდათ, რომ ნავთობმა დიდი შეღავათები მოუტანათ. მისი წყალობით შესაძლებელი გახდა მძიმე სამუშაოს გაიოლება და გადაადგილების შესანიშნავი საშუალების შექმნა. ხალხი მიჩვეული იყო, რომ ქვეყანა უხვად მარაგდებოდა ნავთობით. ეს იყო საკითხი, რომელზეც არავინ ფიქრობდა და დღემდე გონია, რომ ნავთობი თავისით მოედინება. ნავთობქიმიური მრეწველობის ნაწარმთა შორისაა სარეცხის საშუალებები, წამლები, ველოსიპედისტის ჩაფხუტი, კოსმეტიკა, კალამი და მფრინავი დისკი, ფრიზბი. შეგვიძლია აქვე დავასახელოთ ფეხბურთის მოედნის ხელოვნური საფარი. და რა თქმა უნდა, პლასმასის სათამაშოები. ფულსაც ნავთობით ვიხდით. ყველა საკრედიტო ბარათი შეიცავს პლასტიკურ მასალას. მას ინფორმატიკის სამყარომაც კი ვერ აარიდა თავი. კლავიატურა, ეკრანი, სმარტფონი, პლანშეტი. ყველაფერი ნახშირ წყალბადისგან მიღებული მასალითაა დამზადებული. ციფრული რევოლუცია სწორედ იმიტომ დაიწყო 1980-იან წლებში, რომ მაშინ ნავთობის ფასი სტაბილური იყო. ეს კი აუცილებელი პირობაა იაფასიანი კომპიუტერების დასამზადებლად. მას შემდეგ ნავთობის ფასი განუწყვეტლად იქლებდა, რაც ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ საზოგადოება უფრო შეგნებულად უდგებოდა ეკოლოგიის საკითხს. ზღვაში დაღვრილი ნავთობი ჩრდილს აყენებდა ამ საწვავის იმედს. დადგა ენერგომატარებელთა მომჭირნეთ ხარჯვის დრო. ნახშირ წყალბადზე მოთხოვნა, რომელიც მანამდე განუწყვეტლად იზრდებოდა, ერთ ადგილზე გაიყინა. საუდის არაბეთის მსგავსი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაში ფასების ვარდნა მხოლოდ პატარა წაბორძიკება გამოიწვია, მაგრამ სხვა სახელმწიფოებში ეს ვარდნა ქვეყნის არსებობასაც კი ემუქრებოდა. 1980-იანი წლების დასასრულს მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანა სულ უფრო მეტად ეშვებოდა უფსკრულში. საბჭოთა კავშირი გარე სამყაროს თავის ძლიერებას უჩვენებდა. არადა ამ დროს მის ეკონომიკას უდიდესი კრიზისი აზანზარებდა და ნავთობის ფასის ვარდნა კიდევ უფრო ამძიმებდა მდგომარეობას. საბჭოთა კავშირის ბიუჯეტი ძალიან იყო დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე. არსებობის გასაგრძელებლად ამ უზარმაზარ იმპერიას წელიწადში 15-დან 17 მილიარდ დოლარამდე სჭირდებოდა. ნავთობის ფასის დაცემამ მილიარდობით დოლარი დააკარგვინა საბჭოეთს. ვლადიმერ პუტინი ხშირად იმეორებს, რომ პერესტროიკა სოციალისტური ბანაკისთვის ტანჯვისგან გამათავისუფლებელი სასიკვდილო დარტყმა იყო, მაგრამ ნავთობის ფასის ვარდნამაც დიდი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. 1980-იანი წლების შუა პერიოდში პირველად გახდა შეუძლებელი საბჭოთა ეკონომიკაში არსებული პრობლემების შენიღბვა. ქვეყანაში საკვები პროდუქტების დეფიციტი იყო. სასურსათო მაღაზიების და საფუნთუშეების წინ რიგები იდგა და უეცრად ხალხი მიხვდა, რომ ის, რასაც მათი ხელისუფლება მანამდე ეუბნებოდა, ანუ ის, რომ საბჭოთა კავშირი ყველაზე უკეთესი ქვეყანა იყო მსოფლიოში და რომ სოციალიზმი ყველა პრობლემას გადაუჭრიდათ, ტყუილი იყო. არსებულ რეჟიმს არ შეეძლო იმ პრობლემების თავიდან მოშორება, რომლებიც ნაწილობრივ ნავთობის ფასის ვარდნით იყო განპირობებული. საბჭოეთი საკვე პროდუქტებსაც კი ვეღარ ყიდულობდა სხვა ქვეყნებისგან, რომ დროებით მაინც აღმოეფხვრა დეფიციტი. საჭირო იყო რეფორმების გატარება. მოსახლეობა კარგად ხედავდა, რაც ხდებოდა. ხალხი საათობით იდგა რიგში პურის საყიდლად. ზე სახელმწიფოს ასეთი ვითარება არ ეკადრებოდა. 1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირი დაიშალა, რასაც მსგავსი მოვლენისთვის დამახასიათებელი ყველა ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგი მოყვა. ნავთობის კრიზისი რომ არა, დაინგრეოდა ბერლინის კედელი. ბევრი ისტორიკოს ეჭვება, რომ დაინგრეოდა. დღეს რუსეთი ქრონიკულადაა დამოკიდებული წიაღისეულ რესურსებზე. მისი ექსპორტის თითქმის 2/3-ს ნავთობი, გაზი და ნახშირი შეადგენს და სახელმწიფოს შემოსავლის 40%-იც მათი დამსახურებაა. პრეზიდენტ პუტინს კი ჯერჯერობით ეკონომიკის რესტრუქტურიზების სურვილი არ ეტყობა. იგივე ვითარება, რაც გორბაჩოვის დროს იყო. ქვეყანას ცვლილებები სჭირდება. თუმცა პუტინი საკმაოდ საზრიანი გამოდგა. მან შექმნა დიდი სუვერენული ფონდი, რომელიც ასობით მილიარდ შეიცავს და ისეთი კრიზისების პერიოდში, როგორც ახლა უდგათ, შეუძლია იქიდან აიღოს ფული. მაგრამ ეს დროებითი გამოსავალია და თუ ნავთობის ფასმა არ აიწია, ისევ და ისევ რეფორმა იქნება საჭირო. პუტინს კი არ უყვარს რეფორმების გატარება, რადგან ასეთი ზომა არაპოპულარულია. თან ხელმძღვანელობას აიძულებს რესტრუქტურიზაცია დაიწყოს, ინტერესთა გარკვეულ ჯგუფს ზღუდავს და მთელი სისტემის გარდაქმნას მოითხოვს.
ვლადიმერ პუტინი ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს არ ამზადებს. ის მხოლოდ იმის იმედად არის, რომ კლიმატის ცვლილება ჩრდილოეთ პოლუსზე ნედლეულს გამოათავისუფლებს. მას ახალი საბადოები სჭირდება. თავისი ყინულმჭრელების ფლოტის მასშტაბური ზრდით რუსეთი გასაგებს სიგნალს უგზავნის ვაშინგტონს, პეკინს და სხვა ქვეყნის დედაქალაქებს. ქვეყანა, რომლის არქტიკული სანაპირო ზოლი ნორვეგიის საზღვრიდან წყნარ ოკეანემდეა გადაჭიმული, ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. პოლარული წრის ჩრდილოეთ რეგიონში დედამიწის ნავთობის პოტენციურ საბადოთა 13%-ია ჩამალული. 2012 წელს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, შელფური მყინვარის საბადოები კერძოდ არქტიკაში ჩვენი სტრატეგიული მარაგია 21 საუკუნისთვისო. ამრიგად, ნავთობი სტრატეგიულ იარაღადაც კი მოიაზრება. მაგრამ არც ეს ვითარება ახალი. ჯერ კიდევ 1990 წელს ერთი კაცი თავს ნავთობის მომავალ მეუფედ და არაბული სამყაროს ბელადად თვლიდა სადამ ჰუსეინი. 1990 წლის 2 აგვისტოს დილით 100,000 ერაყელი ჯარისკაცი ქუვეითში შეიჭრა. სადამ ჰუსეინს კონკრეტული მიზანი ჰქონდა. კერძოდ, ქუვეითის ჭაბურღილების ხელში ჩაგდება. ერაყ-ირანის ხანგრძლივი ომი 2 წლის დამთავრებული იყო. იმ ომმა ეკონომიკურად დაასუსტა ერაყი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერაყისა და ქუვეითის საბადოებზე კონტროლი სადამ ჰუსეინს ნავთობის მსოფლიო მარაგის 20%-ით უზრუნველყოფდა. შეერთებულ შტატებში, დასავლეთ ევროპაში და იაპონიაში განგაშის ზარს შემოკრეს. ვაი თუ საუდის არაბეთი იქცეს სადამ ჰუსეინის შემდეგ სამიზნედო. ამერიკელებმა სასწრაფოდ გაგზავნეს ჯარები ყურეში, რადგან კვლავ ძალაში იყო 1950 წელს ჰარი ტრუმენის მიერ დადებული შეთანხმება, რომელიც საუდის არაბეთს დაცვის გარანტიას აძლევდა. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავის ქვეყანას და მის მოკავშირეებს სამხედრო ჩარევა მოსთხოვა. ფსონები ძალიან დიდია. ერაყი უკვე იქცა მდიდარ და ძლიერ ქვეყნად. მისი ნავთობის მარაგი სიმდიდრით მეორეა მსოფლიოში. ამასთან ერაყს მილიონზე მეტი კაცისგან შემდგარი ჯარი ჰყავს. ის მეოთხე ქვეყანაა მსოფლიოში სამხედრო ძალების სიდიდით. ახლა ჩვენს სახელმწიფოში მოხმარებული ნავთობის ნახევარი იმპორტირებულია. ამდენად ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას შეიძლება საფრთხე შეექმნას. მსოფლიოს დიდი ნაწილი კიდევ უფრო მეტადაა დამოკიდებული იმპორტირებულ ნავთობზე და მათთვის ერაყის მუქარა კიდევ უფრო საშიშია. ერაყის ხელმძღვანელობას არც უცდია ჯორჯ ბუშის არგუმენტების უარყოფა. ჰუსეინს უნდოდა ერაყი პლანეტის უდიდეს ნავთობმომპოვებელ ქვეყნად ქცეულიყო. თავად ექცია დიად სახელმწიფოთ, რათა ისლამური სამყაროს ბელადი სახელი დაემკვიდრებინა ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ახალი წესები, რომლითაც ნავთობით ვაჭრობა იმართებოდა და არსებობდა დეფიციტის თავიდან აცილების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომი დამთავრდა და დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის კვლავ ურთიერთგაგება სუფევდა, უეცრად ნავთობი კვლავ მთავარ გმირად დაბრუნდა საერთაშორისო სცენაზე. ის ეკონომიკური და პოლიტიკური თამაშების ობიექტად იქცა. 1990 წლის სექტემბერში, როცა სადამ ჰუსეინი დაიმუქრა, რომ საუდის არაბეთის ნავთობსარეწებს გაანადგურებდა, 1 ბარელი ნავთობის ფასი ორჯერ გაიზარდა. 4 თვის შემდეგ 1991 წლის 17 იანვარს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საჰაერო შეტევა დაიწყო. სადამ ჰუსეინის მოწინააღმდეგეთა კოალიციის 700-მა თვითმფრინავმა ერაყს შეუტია. ელვისებრი სინათლეები გამუდმებით სერავდნენ ცას. კამერები ბუნკერებისკენ იყო მიმართული. ყველა ტელეეკრანზე ცისხედები, ბომბდამშენთა სამიზნეები თუ აფეთქებების კადრები ჩანდა. ქუვეითის 1991 წლის ომი პირველი სამხედრო კონფლიქტი იყო, რომელიც ფერადად და პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა ამერიკულ ტელეარხ CNN-ზე. კოალიციის პასუხს შედეგი მოყვა. შეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ ნავთობის ფასმა ისევ დაიწია. ერთ დღეში ის ჯერ $40-მდე დაეცა, შემდეგ 30-მდე და ბოლოს 20-მდე. უკვე აღარავის ჯეროდა, რომ სადამ ჰუსეინი გაიმარჯვებდა. არც ის ჯეროდათ, რომ ნავთობის დეფიციტი გაჩნდებოდა. ამრიგად სადამმა დაწყებისთანავე წააგო თავისი ყველაზე დიდი ბრძოლა. ცეცხლწაკიდებული ჭაბურღილების მიუხედავად, ნავთობი სადამ ჰუსეინის იარაღად არ იქცა.
და მისი ფასი კვლავინდებურად დაბალი იყო, სანამ ნავთობმრეწველობის საერთაშორისო არენაზე ახალი მონაწილეები არ გამოჩნდნენ. ჩინეთი ეკონომიკურ ზესახელმწიფოდ იქცა და მას შემდეგ ნავთობის მოხმარების მხრივ მეორე სახელმწიფოა მსოფლიოში. მას მხოლოდ ამერიკა უსწრებს. ჩინელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი დაკარგული დროის ამოგება. თანამედროვე მანქანები, დიდი ბინები და დიდი კონდიციონერები უნდათ. ამ ყველაფრისთვის კი უზარმაზარი რაოდენობით ენერგომატარებლები სჭირდებათ. 90-იან წლებში ჩინეთი იმდენივე ნავთობს მოიხმარდა, რამდენსაც გერმანია. დღეს კი 5-ჯერ მეც მოიხმარს და ცოტა ხანში ევროკავშირს გაუსწრებს. 2008 წლის ივნისში 1 ბარელი ნედლეულის ფასი $140-მდე ავარდა. ეს იყო ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ფასი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა, მაგრამ შავი ოქროს ციებ-ცხელება მთავრდება. მისი მოპოვების სადავო მეთოდი, ანუ პლასტის ჰიდრავლიკური გახლეჩვა, პირველად გახდა შემოსავლიანი. ფიქლის ნავთობის პირველი ბუმი 2008 წელს დაიწყო. 5 წლის შემდეგ 2013 წელს ამერიკელებმა იმაზე მეტი ნავთობი მოიპოვეს, ვიდრე ოდესმე მოუპოვებიათ. მისი რაოდენობა დღეში 1,1 მილიონი ბარელით იზრდებოდა, რაც 13,5%-ით ზრდას ნიშნავს. და ეს ყველაფერი ჰიდრავლიკური გახლეჩის დამსახურება იყო. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ამერიკელები ფიქრობდნენ, რომ მათ საბადოებში ნავთობი მალე გათავდებოდა. ახლა კი შეერთებული შტატები დღეში 12 მილიონ ბარელზე მეც მოიპოვებს. აქედან 3 მილიონს მხოლოდ ტეხასში. 2015 წელს შეერთებულმა შტატებმა 40 წლის წინ შეწყვეტილი ნავთობის ექსპორტირება განაახლა. ნავთობქიმიური ინდუსტრია ყვაოდა, მაგრამ ჰიდრავლიკური გახლეჩა გაცხოველებულ კამათს იწვევდა. რადგან ამ მეთოდით რამდენიმე კილომეტრის სიღრმისჭა უნდა გაიბურღოს, მერე კი ბურღვა ჰორიზონტალურად გაგრძელდეს. ჰორიზონტალური ბურღვის მეთოდში იგულისხმება წყლის, კვარცის, ქვიშის, მიწის და ქიმიური ნივთიერების ნაზავი, რომელიც 1000 ბარამდე წნევის ქვეშ იმყოფება. ეს წნევა კლდეს ხლეჩს, რაც მასში ჩაგუბებულ ნავთობს ან გაზს ზემოთ ამოსვლის საშუალებას აძლევს. მყარი სხეულებისა და ქიმიური ნივთიერებების წყალობით ნახლეჩის, ანუ ღიობის შენარჩუნება ხერხდება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ 17 ქიმიური ნივთიერება გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს მიერ წყლისთვის საშიშად არის მიჩნეული. დანარჩენი 38 ნივთიერება კი ტოქსიკურად და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნედ. და თუ სახლეჩმა სითხემ ფრეატიულ ზონაში შეაღწია, გამოუსწორებელ ზიანს მოგვაყენებს. მაგრამ შეერთებული შტატები მიღწეულზე არ გარჩევდა. მან ახალ პირველივე ძალზე სადავო მეთოდს მიმართა, კერძოდ ბიტუმინოზური ქვიშისგან ნავთობის მიღებას, საქმიანობას, რომელიც უდაბნოებად აქცევს მთელ რეგიონებს. თავისი წინამორბედისგან, ბარაკ ობამასგან განსხვავებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ფსონი დადო ამ ახალ მეთოდზე. 2020 წელს მან თავის კონკურენტს, ჯო ბაიდენს შეუტია ნავთობის გამო. ბაიდენი დაუკვირდა ხელს ავიღებთ ჰიდრავლიკურ ხლეჩაზეო, ხომ ასეა? ამბობს ჰიდრავლიკური ხლეჩა აღარ იქნებაო, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რაზე ლაპარაკობს. მე გეტყვით, წიაღისეულის საწვავი აღარ გვექნება, აღარაფერი გვექნება, ყველა ქარხნის დახურვა და ქარის ენერგიაზე გადასვლა მოგვიწევს. ქარი იქნება ჩვენი გამოსავალი. ქარი, რომელიც ჩიტებს, გიხოცავს და ყველაფერს ანადგურებს. ტრამპი ხელს უწყობდა ნავთობის მოპოვების ახალ მეთოდს, გასცემდა დაცულ ტერიტორიებზე მუშაობის ნებართვას და აუქმებდა ობამას მიერ გამოცემულ ჰიდრავლიკურ ხლეჩასთან დაკავშირებულ ბრძანებულებებს. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან იმავე ტრამპმა განაცხადა, გლობალური დათბობა ჩინელების მოგონილიაო. შეერთებულ შტატებში 10 მილიონი ამერიკელი იყო დაკავშირებული ნავთობთან, ბანკირებიდან დაწყებული და მეტალურგებით დამთავრებული. ტრამპი პრეზიდენტი იყო, მაგრამ ბიზნესმენიც გახლდათ. მან ფული ჩადო ამერიკულ ნავთობმომპოვებულ კომპანიებში და მუშაობაში ხელი შეუშალა გარემოს დაცვის ფედერალურ სააგენტოს, რათა ნავთობის ინდუსტრიას არსებობა გაეგრძელებინა. 2018 წელს ტეხასში სახელმწიფოს მხარდაჭერის წყალობით და ჰიდრავლიკური გახლეჩის სადავოობის მიუხედავად დაახლოებით 500 ნავთობმომპოვებელი კოშკი დერიკი 194,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართის ტერიტორიაზე მუშაობდა ნავთობის და გაზის მოსაპოვებლად. 2019 წელს პენსილვანიაში პირველი საბადოს აღმოჩენიდან 160 წლის შემდეგ ტექნოლოგიურმა პროგრესმა ამერიკას საშუალება მისცა ისევ მსოფლიოს უდიდეს ნავთობმომპოვებლად ქცეულიყო. მან რუსეთსაც გაუსწრო, საუდის არაბეთსაც და ნავთობის ყველაზე დიდ ექსპორტიორადაც იქცა. ამ თვალსაზრისით ამერიკა როკფელერის ეპოქას დაუბრუნდა. ამჯერად ფასიც ხელშემწყობის როლს ასრულებდა. 1 ბარელი უკვე $60-ზე მეტი ღირდა. გამოცდილმა სქემამ კვლავ იჩინა თავი. დიდი მოთხოვნა, ფასის ავარდნა და კანონის ძალით ხელფეხშეკრული გარემოს დამცველები. რაღაც უნდა შეექმნა დაბრკოლება.
კოვიდის პანდემიას. მან კითხვის ქვეშ დააყენა ძველი სქემები. 2020 წლის დასაწყისში ნავთობი არც ერთ დიდ ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოს აღარ სჭირდებოდა. ყველაფერი გაჩერებული იყო. ნავთობი უჩვეულოდ გაიაფდა, მაგრამ მყიდველი მაინც არ ჩანდა. ერთი ბარელის ფასი ნავთობის ისტორიის მანძილზე ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა. ბიზნესმენებს ფულის გადახდა უხდებოდათ ჩაწოლილი საქონლის თავიდან მოსაშორებლად. ტანკერები საქონლის გადმოტვირთვას ვერ ახერხებენ, რადგან ყველა ნავთობსაცავი გადატენილია. ცხადია, მსოფლიოს ეკონომიკა კვლავ ამუშავდება და ნავთობზე მოთხოვნა ისევ გაიზრდება, მაგრამ ბევრს გონია, რომ ეს წყვეტა მოხდა პერიოდში, როცა კაცობრიობა გზაგასაყარზე იდგა. კლიმატი რომ შევინარჩუნოთ და კაცობრიობა რომ გადარჩეს, აუცილებლად უნდა გადავხედოთ ენერგომატარებლების საკითხს. ნავთობი, გაზი და ნახშირი ჰავისთვის მავნეა. მათი ამოღებისას და წვისას გამოიყოფა მეთანი და ნახშიროჟანგი, რომლებიც სათბურის ეფექტის განმაპირობებელი აირების დაახლოებით 72% შეადგენენ. გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა იგივეა, რაც ყოვლის შემძლე ნავთობის ინდუსტრიასთან შეტაკება, რომელსაც უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობები აქვს. მას იცავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლობისტი და თავადაც ყველა ღონეს ხმარობს, რომ კლიმატის შეცვლის შიში მის შემოსავლებს არ დაემუქროს. კომპანია Shell-მა ჯერ კიდევ 1980-იანი წლების შუა პერიოდში იცოდა, რა საშიშროებას წარმოადგენს სათბურის აირები. 1984 წლისთვის კომპანიამ თავის 6 მკვლევარს დაავალა ამ საკითხზე მუშაობა. 1988 წელს მკვლევარებმა მას გადასცეს საკმაოდ დიდი ანგარიში, რომელშიც ცოტა უფრო ნათლად იყო აღწერილი ვითარება. კვლევრებმა სრულიად არგუმენტირებულად აუხსნეს, რომ წიაღისეული ენერგომატარებლის წვის დროს გამოყოფილი ნახშირორჟანგი პლანეტაზე დათბობას გამოიწვევდა და იქვე დააზუსტეს. დღევანდელი ხელმძღვანელი პირების სიცოცხლეში არა, მაგრამ მათი შვილების და შვილიშვილების სიცოცხლეში უთუოდო. ესე იგი ახლა. მაშინ ნავთობის ინდუსტრია შეეძლო მიღებული ინფორმაცია გაესაჯაროებინა, რათა ხალხს გონების თვალი ახელოდა. და ეს რომ მომხდარიყო დღეს, სულ სხვა ვითარება გვექნებოდა. მაგრამ ნავთობ მომპოვებელმა კომპანიებმა ზუსტად საპირისპიროს გაკეთება გადაწყვიტეს. მათ მიღებული ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახეს და პარალელურად ხელი შეუშალეს კვლევებს კლიმატის სფეროში. მათ შექმნეს ორგანიზაცია დედამიწის კლიმატური პირობები, რომლის მოვალეობა კლიმატთან დაკავშირებული კვლევების სანდოობის თაობაზე ეჭვების დათესვა იყო. დღეს ნავთობმომპოვებელი კომპანიები კლიმატის ცვლილების თაობაზე აღარ კამათობენ. მართალია მოხმარებიდან ნავთობის ამოღება მათთვის ფინანსური კოშმარი იქნებოდა, მაგრამ ალტერნატივა არ ჩანს. რაგინ შემზარავიც უნდა იყოს პანდემია, მას ალბათ შეეძლო ხალხის აზროვნების შეცვლა. 2020 წელს ეკონომიკის მდგომარეობა გაუარესდა, დედამიწის მდგომარეობა კი გაუმჯობესდა. მაგრამ ვეჭვობთ, რომ პანდემიის მერე ნავთობის ინდუსტრია კვლავ იპოვის ზრდა განვითარების გზას. პირველი საბადოს აღმოჩენის შემდეგ ნავთობი მუდამ დიდ გავლენას ახდენდა მსოფლიოს პოლიტიკისა თუ ეკონომიკის განვითარებაზე. ომები, სწრაფი აღმასვლები, კრახები, მოხმარება, სიღატაკე. ძვირფასმა სითხემ ყველანაირი კვალი დატოვა თანამედროვე ინდუსტრიულ ეპოქაზე. ამასთან უცნაური ალიანსები წარმოშვა, პარტნიორები მტრებად აქცია. მეტოქეები კი მეგობრებად. უკვე 160 წელია ნავთობი ისტორიას წერს. ახლა იზღაა გასარკვევი, თუ რამდენად მალე შევძლებთ შავი ოქროს გარეშე არსებობას, როცა ვიცით, რომ ამაზე ჩვენი მომავალია დამოკიდებული.